კარგი, დავიწყოთ ჩვენი მხარდამჭერა ისტრესი, ჩვენი სტუმარი გიორგი კაპანაძე. გამარჯობა. შუა ქალაქის სცენარისტი ყოფილი. კი ბატონო. TV11-ში ცხოვრიყავით ერთად. კი ბატონო. კლუბ 11-ის გეჩერს წერდით, ანეკდოტების შოუ რო იყო. დიახ. და მე უცებ შუაში აქ ექიმი. ხო, გადაწყვიტე რომ მე ხწავედი ისევ ექიმი უნდა გავხდეოდა. კი ბატონო. და გახდი ექიმი, გულის ექიმი. კი ბატონო. ხო, და როგორ მიდის? კარგად. აყოფილი ვარ გადაწყვეტილების. არ ვნანობ და კარგად. ეხაც ეს ტელეფონი გიდევს, შეიძლება დაგირეკონ და გაიქცე ოპერაციაზე. On-call რეჟიმში ვარ. ხო, ჩვენ სცენარისტები ვიყავით, რამდენიმე დივანი გვედგა ოთახში, წამოწოლილები მუშაობდით ხოლმე და ვიწყებდით პირველის ნახევარზე მუშაობას და იქიდან რატო გადაწყვეტე უცებ სასწრაფოს მანქანაში გადასულიყავი და არა, სასწრაფოს მანქანაში იქიდან არ გადავსულ ვარ, მანამდე მუშაობდი სასწრაფოში. ნუ, საოპერაციოში მაინც. საოპერაციოში. ექიმი ვიყავი თავიდან და მე ქართული რეზიდენტურის ფინანსურმა სირთულეებმა გადამაწყვეტინა, რომ პარალელურად სხვა რაღაცები მეკეთებინა. რადიოში დავიწყე მუშაობა და ვახერხებდი ექიმობასაც და იმასაც ერთად. ექიმობას რა სტუდენტი ვიყავი, რეზიდენტურა დავიწყე მე და მუშაობას კლინიკაშიც და რადიოშიც ერთად ვახერხებდი. მე შუა ქალაქი ძალიან პოპულარული სერიალი გახდა, იქ კასტინგი გამოცხადდა და იმ კასტინგში ასე ვთქვათ გავიმარჯვე და ძალიან კარგ ადამიანებთან ერთად აღმოჩნდი და ვაკეთებდი იმ საქმეს, რომელიც აი ხაც ვთვლი რომ არ მეკეთებინა, სულ ისე მექნებოდა რა, რომ აი რატო არაზრუს სცენარისტი არ ყოფილი ვარ, რატო არაზრუს რამე არ გადამიღია. იდეჟე მანსაკანიდან თამაშობდა. მანსაკანს თამაშობდი სტუდენტობისას და იქიდან მოხდი იმ რადიოშიც ანონსების რედაქტორი ვიყავი, რეკლამებს წერდი, ანონსებს წერდი, რაღაც პატარა გადაცემებიც მქონდა. ისეთი DJ მაინც არ ყოფილი ვარ ახლა, უფრო რედაქტირების კუთხით ვიყავი და ტექსტების კუთხით და მე ამ შუა ქალაქში რო აღმოჩნდი, იქ ძალიან კარგი გუნდი, ძალიან კარგი საქმე, ისეთი ყველანაირად ფინანსურათაც ისეც დაფასებული და მიდან კარგად ვიგრძენი თავი, რომ აღარ დამჭა ექიმობისთვის დრო და ეს ნენელა შემithრია მაგ სფერომ. გამოთრევაც მაგან გამოიწვია, რომ ძალიან ერთად ვიყავით მაგ დროს, ძალიან ბევრი სირთულე იყო. ზოგადად ტელევიზიებში, ქვეყანაშიც რაღაცები იცვლებოდა, ყველა არჩევნების მერე 1-2-3 თვე უშევრები ვიყავით ხოლმე თუ გახსოვს. და ამ არასტაბილურობამ და კიდე რა თქმა უნდა იმ გულის წყვეტამ რაც ყოველთვის ჰქონდა, რომ ექიმობას ვერ ვახერხებდი რა. მაგრამ ექიმი რო ყოფილიყავი სულ და ეს არ მეკეთებინა, ეგ გულის წყვეტაც ვექნებოდა, ასე რომ რაღაცა კარგად აეწყო ყველაფერი. კი, დავკარგე რაღაც წლები ექიმობის კუთხით, მაგრამ ხო და ესე უცებ როგორ აღიდნენ იმას ქენიო. არა, უცებ არ ყოფილა, ძალიან დიდი შრომა გავიარე. ძალიან გამიჭირდა სხვათა შორის. სასწავლებლად წავედი, მანამდე პრაქტიკებს გავდიოდი და რეზიდენტურის გამოცდა ჩავაბარე, თუმცა ჯერ საქართველოში რამდენიმე თვე ვიყავი და მე წავედი უკრაინაში. უკრაინაში იყო ძალიან ისეთი დიდი კლინიკა კიევში, სადაც კეთდებოდა 40 ოპერაცია ის, რასაც მე აქ ვაკეთებდი და ვსწავლობდი და აქ ჩვენ კლინიკაში ყველაზე ისეთი კარგად მომუშავე კლინიკებში საშუალოდ 15 კეთდება დღეში. და იქ 40 კეთდება და 40 ნაკლები არასდროს არ კეთდებოდა. და ამან მომცა იმის საშუალება, რომ რაღაც უფრო სწრაფ ტემპში მენახა რაღაცეები რა და მეყურებინა და მეკეთებინა, რა თქმა უნდა. ერთი წელი ვიყავი უკრაინაში. მე ჩამოვედი აქაც და არ იყო, ვერ ვიტყვი რომ ადვილად დავიწყე. რაღაც ბაზა რა თქმა უნდა მქონდა, მაგრამ დავიწყებაც იცის, ახლა ესე არ არის. მედიცინა ისეთი რაღაცა ყოველდღიურად თუ არ რაღაც განიახლეცოდნა, ეგეთი ადვილი არ არის. გამიჭირდა სხვათა შორის, ძალიან გამიჭირდა და ეხაც ფიქრობ ხოლმე რომ ის 7-8 წელი რაც აი საბოლოოდ მოწყვეტილი სადღაც 6 წელი ვიყავი მედიცინას რა. რო არ მოწყვეტოდი, გაცილებით უკეთესი იქნებოდა, მაგრამ აღარ გამოდიოდა. კაი, ანუ მანამდე სასწრაფოშიც მუშაობდი, ხო? მანამდე სასწრაფოში მუშაობდი 2001 წლიდან პირველი კურსი რომ მოვურჩი, მაშინ დავიწყე, ანუ დამხმარე ვიყავი ექიმის და საკმაოდ კარგ გუნდში მოვხდი, მაშინაც ისეთი ცნობილი და წამყვანი ექიმები იყვნენ, მაშინაც იმ სასწრაფოს მოქმედი ექიმები და ეხა ხო საერთოდ ვარსკვლავები არიან და ამ სასწრაფოც ისეთი თემა იყო რა, მაშინ არ იყო ჯანდაცვის სისტემა ისეთი როგორც ახლა და სასწრაფოდ სამედიცინო დახმარებაც არ არსებობდა ისეთი როგორც ახლა. ეს რუსული ძველი ფური ისინი რაფები თუ რაღაცა მაგითი. მაგრამ არა, ეს მე კერძო სასწრაფოში ვიყავ, რომლის გამოძახებაც ღირდა 50 ლარი. და საკმაოდ ისეთ თანხა იყო 50 ლარი 22001 წელს და ძირითადად ისეთი გამოძახებები ქონდა, მართლა გამოძახება იყო, ანუ ტყუილად არავინ არ გვიძახებდა. ეხლა სამწუხაროდ ჩემს კოლეგებს უწევთ ბევრ ტყუილ გამოძახებაზე, ასე ვთქვათ, რა ტყუილი არავის ეხლა.
ექიმი რო ჭირდება ადამიანს ის ტყუილი არასდროს არ არის შენ მაგრამ ვიძახი აი როცა მათ დაავადება აქვს რაღაც აწუხებს ადამიანს და მარტო ფსიქოლოგიური დახმარება არ ჭირდება და წნევის გასაზომად 50 ლარად არავინ არ დაგირეკავდა რა. და საკმაოდ ისეთი ძიმე და დაძაბული გამოძახებები გქონდა. და პირველად მანდ მოხდა როგორც ექიმის ასე ვთქვათ რაღაც სუნის შეგრძნება და ძალიან მომეწონა რა. ხო, თან მანდ ისა ყო მორიგეობები დიდი ხნიანი ანუ 24 საათიანი მორიგეობები იყო ძირითადად. და დღეში ხანდახან 40 გამოძახებაზეც გვიწევდა ხოლმე გასვლა. გარდა ამისა იყო ტრანსპორტირებები მძიმე პაციენტების ერევანში გადაყვავდა მაგალითად საოპერაციო პაციენტები კარდიოქირურგია ჩვენთან არ იყო ისე განვითარებული მაშინ იქ ერევანში ძალიან კარგი ქირურგი იყო ამერიკიდან ჩამოსული. და ძალიან კავერ ისეთ ოპერაციებს აკეთებდა და აქედან ვიყავდა ხოლმე იქ პაციენტი და იყო ხოლმე რაღაც კომა მაგალითად პოლიტრაუმა, ავარიები, ესეთი რაღაცები გადმოყვანა ბათუმიდან თბილისში ან თბილისიდან იშვიათად უკვე ძიმე პაციენტების წაყვანა სახლში და გარდა ამისა ლოკალური გამოძახებები. განსაკუთრებით აქტუალური იყო მაშინ ნარკომანიის თემა. ზედოზირებით ნარკოტიკული კომები იყო ხოლმე და პირველი ესეთი აი დინამიურად რო ვითარდება ექიმის რაღაც წარმატება, ერთ-ერთი შემთხვევა მანდ არის ხოლმე რა საერთოდ ახლა სერიალებში რაღაც ექიმ ჰაუსში რაღაცები ხდება და ძალიან სწრაფად ხდება რეალურ ცხოვრებაში ეგეთი დრამატურგია და ეგეთი დინამიურობა არ არის რომ ერთ დღეში რაღაც სიმპტომატიკა შეიცვალოს და უცებ შენ წამალს მიხვდე და პაციენტი გადაარჩინო და რაღაც რა თქმა უნდა ესე არ არის თითინა გამოწვეულიც არ არის ყველაფერი ძალიან ისეთი ჭკვიანური სცენარები ქონდა რომ ვერც ვამბობდით ხოლმე რომ აი ეს რა სისულელეს აკეთებენ მაგრამ ნუ ძირითადად ეხა რა თქმა უნდა ეს უტრირებული იყო ყველაფერი და აი ნარკოტიკული კომა ზუსტად ის იყო როცა ნემსი გავაკეთე ვენაში და ბოლომდე ამ ქონდა წამალი შეყვანილი რომ პაციენტი გაცოცხლდა და მანდ ვიგზენი რომ ძალიან მაგარი რაღაცაა რა ექიმობა და ზოგადად ეგ სიამოვნება რომ ვიღაცა ყავს გადარჩენილი აი რეალურად ეხლა რა თქმა უნდა ყველა სწორად დანიშნული წამალი და ყველა სწორად დანიშნული მკურნალობის მეთოდი თუ ოპერაცია რეალურად ადამიანს გადარჩენაა მაგრამ იქ აი ნემსის წვერზე რო არჩენ ადამიანს მანდ ესე იგზნობდი ხოლმე და საკმაოდ ხშირი იყო ეგეთი გამოძახებები თავიდანვე ეგ მუღამი ქონდა ექიმობის? ძალიან ბავშვობაში გამიჩნდა რაღაც ზოგადად ანუ აი გადარჩენის ადამიანის გადარჩენის არა ნახე გეტყვი საიდან დაიწყო ალბათ რა ნუ რა თქმა უნდა ეხა ისეთი პროფესია ექიმობა რომ ატო არ უნდა მოუნდეს ადამიანს პატივსაცემი ადამიანები არიან ექიმები ყველას უყვარს ყველას რაღაცა ხო არის ეს მომენტიც რა თქმა უნდა აქვს რა ყავდა დეიდა შვილი ექიმი რომელიც საამაყო იყო თელს სანათესაოში და თელს გარემოში და ესეც მისაბაძი იყო რა თქმა უნდა მაგრამ მაინც ჩემს შემთხვევაში განაპირობა რომ რაღაც ბავშვობიდან რაღაც ჰიპოქონდრიული სინდრომი მქონდა დაავადებების მიმართ რაღაც შიშები და დავიწყე კითხვა მაშინ რა საშუალებებიც იყო რაღაც არ იყო ხამდენი ინფორმაცია ახლა რო არის რაღაც ენციკლოპედიებს იმებს კითხულობდი რომ რაღაც ადამიანის ორგანიზმი მესწავლა რაღაცა მე მოკლედ მანდედან დაიწყო ყველაფერი და რა თქმა უნდა მე დამაინტერესა რა მას მე რაღაც შიდა პრაქტიკებშიც ვახორციელებდი ხოლმე სკოლის პერიოდში ჯერ კიდევ. და დაავადების შიში რა არის? არ ვიცი, ატო გამიჩნდა ბავშვობაში, რაღაც სიკვდილის შიშთან ასოცირდება ალბათ, რა ვიცი, ალბათ ყველა ადამიანს აქვს, მაგრამ მე ცოტა ზედმეტად მქონდა ალბათ. გორო რაღაც დაავადება დაგემართება. დამემართება და არ დამემართოს ხო რაღაც ესეთია და მალევე გადავლახე რა თქმა უნდა როგორც კი მივხვდი რა არის დაახლოებით, მაგრამ ნუ პირველი ძიება მაგან დამაწყებინა ზოგადად ბიოლოგიის და ადამიანის ორგანიზმის შესწავლის რა. ეგეთი შიში კიდევ უფრო მიდრეკილს ხდის არა იმისკენ დაავადებებისკენ რა თქმა უნდა მაგრამ რაღაც ზღვარი არსებობს მანდაც ბევრი პაციენტია ეგეთი სხვათა შორის და აი ძალიან დამღუპელია ზედმეტი ყურადღება ჯანმრთელობის აი ძალიან ანუ თუ დაიჯერე ცუდად ხარ კიდევ უფრო ცუდად გახდები ცოტა მესამე კურსერის დაავადებასაც ეძახდნენ ხოლმე თუ მეორე კურსერის ზუსტად არ ვიცი აი მართლა რომ წაიკითხავ რაღაც უკვე დაავადებებზე რო გადახვალ ხა საბაზისო საგნების მერე მამაკაცებს მაგალითად საშვილოსნოს და საკვერცხის კიბოს გარდა გონია რომ ყველაფერი გჭირს რა იმიტომ რომ რაღაც სიმპტომი ემთხვევა ნებისმიერი ადამიანის ნებისმიერ დაავადებას რაღაცა მოვლენა და რაღაც უკავშირებს შენ თავს ხა რა თქმა უნდა ყველას ესე არა აქვს და მე ამას ექიმობის პერიოდში გადალახავ არა მარტო ექიმობის სტუდენტობის პერიოდში რა რომ ეს ჰიპოქონდრია აი ძირითადად აი ზედაპირული განათლება იწვევს ჰიპოქონდრიას რა როცა შენ რაღაცა ინტერნეტში წაიკითხე უცებ ამოიკითხე რომ აი სუნთქვა თუ გაგიზნე და შეიძლება რაღაცა ესეთი გჭირდეს და აი მაგ წეღან გამიგზელდა და სუნთქვა და მართლა ეს ხო არ მჭირს და მე იწყებ ამის გამოძიებას მიდიხარ ექიმთან და იქ რა დაგხვდება კაცმარიცის ხო ძალიან რთული მომენტია და სხვათა შორის ძალიან ხელი შემშლელი აი პაციენტები მყავს ხოლმე
რომლებთანაც სანამ რამე წამალს არ დაუნიშნავს ვინმეთან ეს წამალი არ იქნება ძვირიანი, იქამდე ივლის ისეთ ექიმთან. შენ რო არაფერს არ უნიშნავ და ეუბნები რომ არაფერი არ გჭირს, არ მოწონხარ როგორც ექიმი და ნუ არიან ეგეთი ექიმები, ვინც ასეთ პაციენტებს ჩაავლებენ ხოლმე და უნიშნავენ ისეთ წამალს, რომელიც ძვირი ღირს და პირიქით ყავთ რა ესეთი კლიენტურა ასე ვთქვათ. კი, მეც გავხდით ხმსხვერპლი ეგეთი ექიმის რა. კი ბატონო. დაახლოებით 15-მდე დასახელების წამალი ეს ამომიბეჭდა. და ეს ვიო 2 კვირაო. ხო და ოღონდ როგორ იყო იცი რაღაც 3 თუ 4 იყო დილით, ორჯერ დილით უზმოზე, მე აქედან რაც წუთი უნდა გასულიყო ეს დაგილი, მე გეჭამა, მე ჭამის მე ეს დაგილია და მე ის, მე შუა დღეს იგივე პროტე მე საღამოს და ამის პარალელურად ძალიან ძიმე დიეტა რა. აი არაფრის ჭამა რო შეიძლება და მარტო რაღაც გაწურული რაღაცის ნახარში და დებილო. და 2 კვირის მერე მივედი. მე მეთქი და რაღაც საკეთეს კომპიუტერში ეს პრინტერიდან ამოდის ახალი ფურცელი ეს. ახალი სია მომცეს. შაბლონი. ეხა ესე ინდალიო. და იმ კურჭნაწლავის ალბათ რაც წამალი არსებობს, მაგზით მიდიოდა რომ ყველაფერს ნელ-ნელა მიწერდა და მე რაღაცა რომელიღაც სადაც მომარჩენდა და არსებობს სამწუხაროდ. მეორე ესეა ისე რა გავაკეთე რა. და მე კიდე მივედი რომ ახლა მეთქი და მე მესამე ამობეჭდა მართლა. და რომ ამოვედი რა ასე არ ქონდა და იმ მაგ ადამიანთან იყო როგორი რიგი იდგა იცი? ანუ მთელი კორიდორი სავსე იყო ეს რომ მიადგებოდი. აი ბოლოში იყო კარები და შენ აქედან იწყებდი ლოდინს და ეს 3 საათი შეიძლება გარიყავი. ძალიან უხერხული და ცუდი ტონია კოლეგებზე ლაპარაკი. ამიტომ კონკრეტულ სახელგვარი არ ვთქვი, მაგრამ ხო, რა თქმა უნდა და მაინც ახლა რომ დავდგე და ჩემი პროფესიის ადამიანები ვლანძღო, ბევრი მაქვს სათქმელი, მაგრამ ცოტა თავში ვიკავებ, მაგრამ ზოგადად პოლიფარმაცია, ანუ ბევრი წამლის დანიშვნა ძალიან დიდი პრობლემაა. განსაკუთრებით კარდიოლოგიაში, მაგრამ კარდიოლოგიაში წამლების ნორმალური ექიმები ყველა წამალი არის evidence based, ანუ მტკიცებულებებზე დაფუძნებული და ხანდახან გვიწევს ხოლმე 15 ნაკლებად, მაგრამ 10 წამლის დანიშვნა ყოფილა ხოლმე შემთხვევა, რომ დაგვინიშნავს პაციენტისთვის, მართლა საჭიროა და მართლა სარგებელის მომტანია მისთვის. მაგრამ იქ ძიმე პაციენტებზე რა თქმა უნდა საუბარი და გამიგრინდა ხა თქვენთვის 15 წამლის დანიშნა, ანუ გასაგები 10-იც რო იყო, 5-იც რო იყო, ძალიან ისეთი მომენტია. თან თქვენთვის თქვენობით მილაპარაკებ. არა, ნუ თქვენი ასაკის ადამიანებზე მქონდა საუბარი, აი მაგასაც ზუსტად რა და მაგაშია საუბარი, მაგაზეა საუბარი ზუსტად, რომ აი მართლა ეგ არის რა. ბევრი ხო, აი ისეთი ოდნავ პრობლემა მქონდა, აი მაწუხებს ხანდახან და მაგიტომ მივედი. რიგებზეც ძალიან ისეთი მაგარი საინტერესო რაღაც არის ხოლმე რა. რა თქმა უნდა, რიგი რომელი ექიმთანაც დგას, ის ექიმი უფრო ის არის რა, მოთხოვნადი. და მაგრიგებიც სპეციალურად ჩვებიან ხოლმე. შემიმჩნევია ვიღაცები, რა თქმა უნდა, ადრე წაიხად ნაკლებად. ხო. მაგალითად, რაზვალის ხელოსანი იყო თბილისში ერთი. ბლოკნოტში წერდა და სამშაბათს გიბარებდა, ხუთშაბათს რომ მიხვიდოდი. და მე ცოტა უფრო ახლოს გავიცანი ეს ხელოსნები რა და ცოტა მათი ახლობლებიც და აღმოჩნდა რომ სინამდვილეში დრო ქონდათ, მაგრამ ეს ჩაწერის მომენტი რომ ეხა წადი და ერთი კვირის მერე მოდი, ძალიან კარგად მოქმედებს კლიენტურაზე რა. ხო. ესე იგი დაკავებულია და მე. ზუსტად. აი ესეთი მომენტი იყო ხოლმე და მართლა ქონდა რიგი მერე შეიძლება მართლა გწერს. ნუ მაგით შექმნა. ის ხოდაშორის მეც დამიჭერია ჩემი თავი მაგ იმაზე რომ წამოვეგე 1-2 ეს რაღაც დავრეკე და ვიღაცა მირჩიეს თვალის ექიმი და იმასთან დავრეკე არავა იმას 1-2 კვირის მერე ცალიაო და აი ყავს კიდე მეორეო თუნდაც ეხავ იმოდიო და არა აი იმასთან არა რა თქმა უნდა ძალიან ბევრი არცეთი არ ვიცოდი როგორი ექიმი იყო რეალურად დრო არა აქვს აი სახში წასასვლელი დრო არა აქვს იმიტომ რომ პაციენტებს უარს ვერ ეუბნებიან და მართლა დგას რიგები ეხა მათთან ბევრი მინახავს ესეთი მაგრამ რა თქმა უნდა არაკეთილ სინდისიერებიც და შარლატანებიც არსებობენ რა ამ პრაქტიკაში ხათან შენ ისეთი პროფესია გაქვს გულის მიმართულება რომ აქ უფრო ხშირია სიკვდილთან და მძიმე შემთხვევებთან შეხებები და გაგიტრუხდა სიკვდილი და ადამიანის გარდაცვალება თუ მადლობა ღმერთს რომ არა და არც ეგრე არ არის საქმე რა არიან პაციენტები რომლებსაც ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვთ და რეალურად ვერ შველი და იცი რომ რაც უნდა სწორად გააკეთო ვერ უშველი და ეს სიკვდილი ექიმებისთვის ცოტა სხვანაირად ასოცირდება რა თქმა უნდა მძიმეა და რა თქმა უნდა ცუდია მაგრამ როცა იცი რომ შენ არ აბრალებ შენ თავს არაფერს და იმას რომ აი ვერ მიხვდი რა გაგეკეთებინა სწორად აკეთებ ყველაფერს მაგრამ ნუ აქ რა ყველაფერს თავისი რაღაც გამოსავალი რომელსაც წინ ვერ აღუდგები თანამედროვე მედიცინის ამ მონაცემებით თუმცა არის ისეთ შემთხვევებიც როცა რაღაც საკუთარ თავს ადანაშაულებ ტაქტიკას არასწორად მიხვედრი რაღაცა კონკრეტულ იმას ესეთები მაგრამ ძალიან ცოტაა და საბედნიეროდ ეგ რო გაგიტრუხდეს ძალიან ცუდია ну არ მოხდება ალბათ იმიტომ რომ ადამიანი ვერავინ ვერ გაუძლებს მაგას სტატისტიკა არის ესეთი რომ ახლა კონკრეტულად მე რასაც ვაკეთებ ნორმალურად ითვლება თუ 150
სტენტირებებს ვაკეთებ, სტენტირებიდან შეიძლება რომ ერთი პაციენტი მოკვდეს. და ძალიან ისეთი მომენტია რა. 150-ში ერთი? ერთი. ნუ ასეც არ არის, უფრო ნაკლებია. კონკრეტულად ჩემი კლინიკის შემთხვევაში ხარ, ტრაბახობ უბრალოდ ესია. თუმცა სადღაც რომელი კლინიკა შესაძლოა? ჰელსიკორია, ისრაელის საქართველოს კვლევითი კლინიკა ჰელსიკორი ასე ქვია. და თუმცა ყოფილა შემთხვევა რომ თვეში 2 პაციენტი მომკვდომია მაგალითად, რომელიც უკვე მაგ სტატისტიკას პირიქით აყენებს. თვეში რომ მყავდეს მე 300 პაციენტი, ხო? არ მყავს რა თქმა უნდა, 300 ნაკლები მყავს ჩემი კლინიკაში. ეხაც პროცედურიდან მოდიხარ რა. ეხაც პროცედურიდან მოდივარ და არის ხოლმე პროცედურები, რომ აი ისე იმ პროცედურას აქვს სიკვდილობის რისკი 20% მაგალითად. 80%-ით გამარჯვებული ხარ. ხო. მაგრამ ახლა წარმოგიდგენიათ თქვენ 20% გამხელა არის ექიმისთვის. 10-დან 2 პაციენტი გირთულდებოდეს, საერთოდ არ იქნება ექიმი ალბათ, ხო? ჯანმრთელი ადამიანი მაგას ვერ გაუძლებს. თუ რაღაც ფსიქიკური პრობლემები არ აქვს ისედაც მანიაკური სინი არ აქვს და როცა ვეუბნები ხოლმე რაღაც რისკებზე, რომ 10%-იანი რისკი არსებობს, 15%-იანი, მიდი გააკეთე ექიმო და პირიქით უხარიათ. გასაგებია სწორიც არის, ასეც უნდა იყოს და როცა სარგებელი გაცილებით მეტია ვიდრე რისკი, ისე უნდა მოიქცე, მაგრამ ჩვენთვის ძალიან ძნელია ექიმებისთვის ეგეთი პროცედურების კეთება რეალურად, რომ ძალიან მაღალი პროცენტია რა, 10% სიკვდილობა კარდიოლოგიაში მithumetes ძალიან ისეთი მომენტია და არის ხოლმე გვიწევს ესეთი არჩევანის კეთება. საბედნიეროდ ეგ გატრუხების მომენტი გამორიცხულია რა, როგორ შეიძლება. და არც არის ეგრე რა, იმდენად იშვიათად ხდება, რომ აქ საფრთხის წინაშეც არ ხარ თუ ამ პროფესიაში შეიძლება რაღაცა ესეთი მექანიკური შეცდომა დაუშვა და პაციენტის გარდაცვალება მოხდეს. სამწუხაროდ კი. ესე ძალიან მარტივი შეცდომა რა. ნახე, მანდაც ხო ისე თავს ყოველთვის იმართლებ ადამიანი და იმშვიდებ ხა არავინ არ ადგება და სისხლძარღვს ძალით არ დააზიანებს, მაგას ექიმი არ იცავს, მაგრამ ნუ შეიძლება მექანიკური შეცდომის გამო, შენი გადაწყვეტილების გამო ისეთი შეცდომა დაუშვა, რომ ახლა ისე პრიმიტიულ ენაზე ვილაპარაკოთ, მოკვა პაციენტი, მოკვდეს. შეიძლება. არ არის, მაგრამ მინიმუმამდეა დაყვანილი. იმდენი მომენტია, რომ აი ეს არ მოხდეს და ესე რაღაც ერთ პიროვნულ გადაწყვეტილებაზე არ იყოს დამოკიდებული ექიმის შეცდომა. ძალიან გუნდური არის მედიცინა, ზოგადად კარგი მედიცინაზე მაქვს საუბარი, გუნდური სამუშაოა და წინასწარ მიდის ხოლმე გარჩევა, ну, რა თქმა უნდა, ექსტრემალურ სიტუაციებში ამის დრო არ არის ხოლმე და წამებში გიწევს გადაწყვეტილების მიღება და ვერც ვერავის ვერ კითხავ ესეთი მომენტებიც არის, მაგრამ აქ უკვე შენი გამოცდილება გეხმარა. თუმცა ეგ რო გითხათ ეხლა რომ ეგეთი რამე რომ მექანიკური შეცდომა შეიძლება არ მოგივიდეს, რომ შეიძლება. არავინ არ არის არც ერთი ექიმი არ არის დაზღვეული. მაგის მერე ფსიქოლოგიური გადატანა ძალიან ძნელი იქნება რა. კი ბატონო, ძალიან ძნელი იქნება განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებსაც არჩევანის საშუალება ჰქონდათ. აი, როგორ ფიქრობ, რომელი პაციენტი უფრო მძიმეა ექიმისთვის შესაყვანად საოპერაციოდ, რომელსაც თანაც დასაკარგი არაფერი არ აქვს და ძალიან მძიმეა თუ ისეთი, რომელთანაც არც კი იცი, ამდენად სწორია შენი გადაწყვეტილება და ამას რო უკეთებ რეალურად დასაკეთებელია ხა, შენც არ აქვს დასაკარგი პირიქით, თუ გადაარჩენ გმირი ხარ და მაცაც უნდა ისე პარადოქსულად ჟღერდეს, შოკი აქვს პაციენტს, ვიცი რომ მძიმე შემთხვევა, ვიცი რომ რთული სამუშაო მექნება, მაგრამ ვიცი რომ დასაკარგი არაფერი არ აქვს და ძალიან ისე მუშაობ რა. რომ ისეთი ენთუზიაზმი. იქ ცოტა შეში გაქვს, როცა პაციენტი თავის ფეხით მოდის. ხო, შენ ახლა სტენტირებას აკეთებ? კი, სტენტირებებს ვაკეთებ. და საკმაოდ ისე სფერო საქართველოში განვითარებული ძალიან ბევრი კარგი სპეციალისტი. ოპერაციებს გულზე? არა, პირადად არა. ოპერაციებს გულზე აკეთებენ კარდიოქირურგები, რომლებიც განაკვეთით ახდენენ. მე მაგეთკენ ხوار მიდიხარ თქო შენც. არა, იმდენად განსხვავებული ორი ის არის, რომ შეუძლებელია. შუნტირება უკვე ის არის უთა ქირურგია, გაჭრა, კერვა და ასე შემდეგ, როგორც ხდება და ჩემი საქმე ჭრაკერვასთან არ არის დაკავშირებული. ენდოვასკულური ქირურგიას ეძახიან ახლა ჩვენი. ჩრდილოელი მეზობლები, ანუ სისხლძარღვის სანათურის შიგნით აკეთნა შედიხარ და კათეტერებით, რაღაც მავთულებით ახდენ მექანიკური დაზიანების კორეგირებებს რა, ასე ვთქვათ. გაჭრის გარეშე. ერთი ჩხლეტით ხდები უკვე შიდა სისხლძარღვიან ქსელში და იქ მე რაც გასაკეთებელია სამიზნეების მიხედვით აკეთებ. ხო, აბა რატო არ ხომ შენ უცებ სასწრაფოდ გიწევს ხოლმე გამოძახებებზე? სასწრაფოდ ამის კეთება? იმიტომ რომ დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა სისხლძარღვია დაკეტილი. ან სისხლძარღვს რაიმე ისეთი შევიწროება აქვს, რომ სისხლის მომარაგება გულის კონკრეტულ უბანს იმ მომენტში არ აქვს სათანადო. და ვითარდება ინფარქტი. ან შეიძლება მაინც უცებ მოიყვანო პაციენტი, რომ სასწრაფოდ სტენტირება ჭირდება? აი ეგეთი მომენტებია კი, ურგენტული სიტუაციები არის და დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამერიკელებმა დათვალეს, აი რაღაც შემთხვევა STEMI ქვია რა, ST ელევაციით მიოკარდიუმის ინფარქტი. ყოველი 10 წუთით დაგვიანება, ანუ გაკეთების, ანუ გახსნის სისხლძარღვის 8%-ით ზრდის 1 წლიან სიკვდილობას.
საკმაოდ დიდი ციფრია. ერთ წლიან, ანუ იმ წლის ანუ ხო ადამიანის ერთ წლიანი სიკვდილობა, ანუ თუ კვდებოდა სიტყვაზე 100-დან ერთი ადამიანი, ვისაც 10 წუთში ადრე გაუკეთეს, გვიან გაუკეთეს 100-დან 8 მოკვდა. ანუ ეგ მაგრამ 8% არ არის ძალიან, ეხლა 8% ისე ჟღერდა, უბრალოდ ესეთი სტატისტიკა ეწერა და ვნახე მე არ ჩავეძიეს ხოთაშვილს როგორ დათვალეს თქო, ნუ დათვლიან ეხლა იქ ძალიან დროებში აღრიცხვა, ყველაფერი ძალიან ისე სწორად აქვს და სკრუპულოზურად ხომ გაკეთებული და ითვლიან, ანუ რაც მალე გახსნით აკეტილ სიცხძარღვს, როცა ახალი დაკეტილია სიცხძარღვი, უფრო უკეთესი შედეგი გაქვს. და პაციენტის შორს წასულ პერსპექტივაში სიცოცხლის ხანგრძლივობა უფრო გახანგრძლივებულია. ხო, იმიტომ რომ ის დაღვრით ზიანდება მე ხო თვითონ. რა თქმა უნდა, იმის გახსნა უფრო რთულია მე, უფრო მეტ გართულებებს იწვევს იმის გახსნა, შეიძლება გახსნას ის ძაღლი და იმან დაგიმძიმოს პაციენტი, ესეც ხდება crash სინდრომი თუ გაგია. აი, შენობების დანგრევების დროს რო ზეწოლა აქვს მაგალითად რომელიმე კიდურზე სიტყვაზე, ხო? მაგალითად სინკარი, აგდია, რაღაცას ფეხზე და გამოიყვანეს ის ადამიანი ნანგრევებიდან. შეიძლება გამოყვანის მომენტში დამძიმდეს პაციენტი და მოკვდეს. ეს გაიხსნება და მე წამოვა და სისხლდენა უფრო მეტი მოიმატოს. ერთი სისხლდენა და გარდა სისხლდენისა გამოიყოფა აი ამ იშემიის შემდეგ როცა სისხლძარღვი დაკეტილი აქვს ოვილოვანი. თრომბები. არა მარტო თრომბები, ნივთიერებები გამოიყოფა ისეთი რომელიც ძალიან ცუდად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე, იმ მომენტში იწვევს შოკს, თავისუფალი რადიკალები წარმოიშვება და crash სინდრომია ესეთი მომენტია. და ესეთი ხდება გულის შემთხვევაშიც რა, როცა დაკეტილია დიდი ხნის სიცხძარღვი. რეკომენდაციები გვაქვს, რომ 48 საათის დაკეტილი სიცხძარღვი იმ მომენტში არ გავხსნათ და მერე ვიფიქროთ როგორც ქრონიკულად დახშულ სიცხძარღვზე და ისე გავხსნათ, იმიტომ რომ იმის გახსნამ შეიძლება უფრო მეტი ზიანი მოუტანოს პაციენტს. ხო, როგორც არის ხოლმე მძიმე ავარიის დროს, რაღაცა ის შემთხვევაში დროს არ შეიძლება უცებ ეტაკო და გადმოიყვანო პაციენტი. ხო, ეგ გადმოყვანა ცოტა სხვა მექანიზმია, იმის გამო რომ შეიძლება კისრის ტრავმა ან რაღაცა ისეთი პირიქით დააზიანო ადამიანს, მაგრამ აი იშემია, ზეწოლაა, ანუ სისხლი არ მიეწოდება ქსოვილს და შენ უცებ მიაწოდე. და რომ დაქნა მაგ დროს უნდა შეაფასო პაციენტი სწორად, რამდენად ძირითადად. არა, აი როცა შეესწარი ესეთ ამბავს, რა სადამ ექიმები მოვლენ ან ექიმებს რომ მოდიან. რა თქმა უნდა, თუ ახალი მომხდარია სიტუაცია, ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ გამოიყვანო ის პაციენტი, ის ადამიანი, ხო, ნანგრევებზე გაქვს ხო საუბარი. ხო. ასე დროს, რა თქმა უნდა, ეხმარები სპეციალური პრეპარატებით, რომ ეს crash სინდრომისგან გამოწვეული ინვაზიური დაზიანება, ქსოვილების დაზიანება შეამცირო და ყველაფერს აკეთებ, მაგრამ ხანდახან გამოუვალი მდგომარეობა ისეთი ტოქსიური ნივთიერებების გადასროლა ხდება ორგანიზმში ასეთ დროს. ეხლა ეს რაც მე ესეთი რაღაც მოგაგებული რომ ესაც სტენტირება მოიგონეს, მე ძალიან ბევრია პაციენტის ან გადარჩა ასე თქვა და გახანგრძლივდა ცხოვრების. ნებისმიერ ჩემი პროფესიის ადამიანი, ვინც აი 5 წელი მაინც მუშაობს ჩემი პროფესიით, იამაყებს რომ დაახლოებით მინიმუმ 500 ადამიანი ყავს გადარჩენილი და იმიტომ დადის 500 ადამიანი დღეს ცოცხალი რომ მათ სტენტირება აქვს გაკეთებული. მინიმუმს გეუბნებით. ანუ იდეაში სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზი ეგ იყო ხომ? დღესაც მე მგონი პირველზეა ხო გულსიზრდელ დაავადებები მაინც პირველ ადგილზეა და ალბათ სულ ასე იქნება, იმიტომ რომ ყველა ორგანოს საწყისი დაავადების მაინც სისხლის მიმოქცევის მოშლა, ასეა როგორც არ უნდა იყოს, მაგრამ ამ სისხლის მიმოქცევის მოშლებს რაღაცა ასაკში, რაღაცა პერიოდულად უკვე სხვადასხვანაირად ვებძვით მას შორის თავის ტვინზე ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცები გაკეთდა ინსულტის შემთხვევაში. რამდენიმე წლის უკან არ იყო ესეთი აქტუალური და ეხლაც აი ინსულტიანი პაციენტები ჩვეულებრივად ყოველგვარი დეფიციტის გარეშე მოძრაობენ, დღესაც საქართველოშიც ხდება უკვე ეს დადიან ქუჩებში, იმიტომ რომ თავის დროზე ნორმალურად მოხდა მათი სისხლძარღვის გახსნა, ასე ვთქვათ, და სისხლის მიმოქცევის აღდგენა და განაპირობა ამან ის, რომ ბევრი ადამიანი ინფარქტით აღარ კვდება. და არის ცოცხალი და გარდა ამ სიცოცხლისა, სიცოცხლის ხარისხსაც ხომ მნიშვნელობა აქვს. ინფარქტ გადატანილი გული არის უკვე ხშირ შემთხვევაში სხვანაირი გული და ადამიანს იმ დატვირთვების გაწევა აღარ შეუძლია, რაც მანამდე ქონდა. და ასეთ შემთხვევაში ინფარქტი თითქმის არც ყალიბდება ხოლმე, ისე დროულად ხდება პაციენტის შველა და ანუ მისი სიცოცხლის ხარისხიც უკეთესია და რა თქმა უნდა, ხანგრძლივობაც. მამის მიზეზი რა არის? ეს მარტო საქართველოში არის მსოფლიოს პრობლემაა, ხო? მსოფლიოში პირველზე არის სიკვდილიანობით მიზეზებში და არასწორი მიდგომა ჯანმრთელობის სადმია, არასწორი წარმოდგენები თუ აი რა. არა, ზოგადად რა თქმა უნდა ეგეც და თანამედროვე ცხოვრების არასწორი კვება და ჯდომარე ცხოვრება, ზოგადად ადინამიური ცხოვრება ეხლა რომელიც ყველას პრობლემაა. ეხოცები ხომ ჩემ შვილებს ჩადით ეზოში, რაღაცა იგუნდავეთ, ძაღლი გაასეინეთ, რომ ადინამიურად ცხოვრობენ. ჩემ დროს უფრო ნაკლებად ადინამიურად ცხოვრობდით, ხა შუქი არ იყო სახში და გარაჟებზე დავბოდით ხომ ფარეხებზე ბოდიშ გიხდით. და რაღაცა ის ცხოვრობდით. და ეხლა ცოტა ძალიან ჩვენ შემთხვევაშიც რა, ტრანსპორტი განვითარდა, კომუნიკაციები განვითარდა, ნათესავებთან აღარ მივდივართ ველაპარაკებით
ტელეფონებით უყურებთ ერთმანეთს და ძალიან დინამიური გახდა ცხოვრება. ამანაც განაპირობა, რა თქმა უნდა, მაგრამ ზოგადად ესე იყო და ეხლა ადამიანის ფიზიოლოგია, ორგანიზმის კვდომა დაკავშირებულია ამ სისხლოვან პროცესებთან და ამას ვერაზროს ვერ აღუდგები წინ, ხო? ყველაფერს აქ დასაწყისი დასასრული სიცოცხლეც ესეა. თუმცა გაახალგაზრდა და თქო დაავადებები რო გითხათ, ამის ზუსტი სტატისტიკაც არ არის, მაგრამ ნუ ბევრი ახალგაზრდა უკვე გულსიძავთა დაავადებით, რომლებსაც აი მაგათაც სტენტირება ჭირდებათ. უკაცრავად რომელსაც სტენტირება ჭირდება და ბევრი ადამიანია პირიქითაც შემიძლია გითხრათ რომ იმის გამო რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზარდა პროცედურებიც გაიზარდა ამის გამო რომ 84-85 წლის პაციენტები მყავს ხოლმე ხა მათ ალბათ რაღაც სხვა დაავადებების სწორად კუნალობამ მიიყვანა ამ სიცოცხლის ხანგრძლივობამდე და ეს სიტყვით დაავადებებს ვერსად ვერ გავექცევით მაგრამ აი ეს გაახალგაზრდავდება დაავადებები თუ პირიქით დაბერდება ამას უკვე ამაზე მოქმედებს უკვე აი მოხუცების დაავადებები ძალიან აქტუალურია ახლა სოფლიოში. ხო შენ თქვენ სიცოცხლის ხანგრძლივობას გაიზარდა 20 წელიწადში. 10 წლით არის მინიმუმ გაზრდილი სიცოცხლის ხანგრძლივობა განვითარებულ ქვეყნებში. ახლა 10 წელი ცოტა არ არის რა. ეს რომელიც წლებთან შედარებით 90-იანებთან თუ კი ბატონო 90-იანებთან. აი 90-იან წლებთან ახლა მარტო სტენტირების ნამსახურებაა თქო ახლა რა თქმა უნდა ასე არ ვიცი ახლა ძალიან დიდი წილი მოდის კარდიოლოგის განვითარებას. ამერიკელებმა ვიეტნამის ომის კამპანიის შემდეგ ძალიან დიდი ფული ჩადეს. აი სამხედრო ბიუჯეტზე რაღაც შეიძლება ცოტა მეტი ზუსტად ციფრები არ ვიცი. და დაიწყეს გულსიძავთა დაავადებების პრობლემების კვლევები და ეხა ის რასაც ვიმკით სანამედროვე მედიცინა დიდწილად მაინც ეხა არ ვამბობ მხოლოდ ამერიკელების ბევრი ძალიან კარგი ექიმი იყო სხვადასხვა ქვეყნიდან ჩართული და ქვეყანაც მაგრამ ნუ მათი დაფინანსება ძალიან მნიშვნელოვანი იყო რა ის სერიოზული რაღაც გეგმა ერქვა რაღაცა მაგას და მიიღეს შედეგები ძალიან კარგი და მე ამ შედეგებს თანდათან მსოფლიოს გადაუნაწილდა და იმკის დღეს ყველა საქართველოს ხოლმე პირველ ადგილზეა იმ კათლაბი ქვია კათეტერიზაციის ლაბორატორია, სადაც ჩემი პროცედურა კეთდება, რენტგენის დასხივების ქვეშ კეთდება. პირველ ადგილზეა ევროპაში კათლაბების რაოდენობით ერთ სულ მოსახლეზე. ახლა ეს კარგიც არის და ცუდიც არის, ვერ ვიტყვი რომ მხოლოდ კარგია, მაგრამ მაინც საბოლოო ჯამში კარგია, იმიტომ რომ დღეს საქართველოს თითქმის ნებისმიერ ქალაქში ინფარქტიან პაციენტს დროულად უტარდება მკურნალობა. ჩემი კოლეგების და სხვა კლინიკების დამსახურებით. შენ სანამ პოდკასტს დავიწყებდი თორემდე თქვი რომ ბევრი მცდარი წარმოდგენა არისო ხალხში წამლებზე და ზოგადად ჯანმრთელობაზეო. კი, იმიტომ რომ ადამიანს რაღაც მე მყავს პაციენტი გონიათ რომ ექიმთან რომ მივლენ იმან უნდა მოარჩინოს აუცილებლად და წამალს რომ დალევს აუცილებლად კარგად უნდა გახდეს და იმას რაც უნდა ის უნდა აკეთოს. ესეთი ისიც აქვს და წამლისთვის არის წამალი. მე ამასაც უნდა დავლიო და თან უნდა მოვწიო და კარგად ვიქნები. ნუ რა თქმა უნდა ის წამალი მაგ შემთხვევაში ეხმარება თუ მოწევას გააგრძელებს მაგრამ და კიდე არა გვაქვს რა ჯადოსნური ჯოხი ჯერ რა თქმა უნდა ის სტენტირებაც არ არის ის რომ აუცილებლად გადარჩა და კარგად არის შეიძლება ის სტენტი იმ დღესვე დაეკეტოს და მოკვდეს ადამიანი სიგარეტის გავლენა მოიკლო არა არ მოუკვდა არანაირ ჩვენ ქვეყანაში რაც ახალი მაზე გადავედით რომ მაგათ აღარ შეიძლება დახოს იფსების საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში მოწევა სიგარეტი გაძვირდა ძალიან კარგია ეგ მიფარულად დილას არის ასე შემდეგ ანუ რამეს ეს შედეგს დებს რეალურად ეხლა ამ შედეგს ესე ალბათ ვერ მივხვდებით მაგრამ როგორ არდებს პასიური მოწევა არის იგივე მოწევა რაც აქტიური მოწევა არაფრით არ განსხვავდება და შეიძლება ითქვას უარესიც არის იმიტომ რომ იმ სკვამლი რომელსაც რამდენიმე ადამიანის სიტყვაზე სახინკლეში უშვებდა სუნთქავდი შენ მთელი საათების განმავლობაში ეხლა გახვალ 5 წუთი მოწევს შემოხვალ ეგ ნაკლები ზიანია ვიდრე მთელი დღე რო ზიხარ სიგარეტის კვამში ხო რა თქმა უნდა გაცილებით უკეთესია ეგ მდგომარეობა თუმცა ეხლა ამის ასახვა ესე მალე ვერ მოხდება მაგრამ ბევრი პაციენტი ახერხებს თავის დანებებას და ძალიან კარგი შედეგები. აი, სიგარეტის თავის დანებებას კარდიოლოგიური პრობლემები და იშემიური დაავადება ვისაც აქვს გულის, ყველაზე მაღალი პროცენტი აქვს სიცოცხლის განხანგრძლივების. არც ერთ წამალს ეგეთ შედეგი არ აქვს. რაც სიგარეტზე თავის დანებებას. აი, წამლებს ხო იცით როგორ იგონებენ დაახლოებით თუ დაალევინებენ 10000 ადამიანს, 10000 ადამიანს მიცემენ პლაცებოს და იმ 10000 ადამიანს რამდენი პროცენტი სიცოცხლებს უფრო დიდხანს ან რამდენი პროცენტი უფრო კარგად, ხო? ხო. და აი 20-25% თუ აქვს წამალს, უკვე მე მაგარი წამალია რა, ძალიან ბევრი ხო ციფრებში ხო გითხარით 20-25% ნამხელა. და უკვე ესე რაღაცას ერთი წამალი შვება 20%-ს, რაღაცას მეორე 25%-ს თუ არ ვწები ასპინის, რომელიც ძალიან მაგარი წამალია გულსიძავთა დაავადების მქონე პაციენტებში, ვისაც ჭირდება იმათ ყველა არ უნდა დალიოს. სადღაც 35%-მდე აქვს ეგ და სიგარეტს აქვს 45%. ეგეთი მაღალი არაფერს არ აქვს. სიგარეტის თავის დანებებას, ანუ ვინც ეწეოდა სიგარეტს, დაემართა გულის იშემიური დაავადება და დაანება სიგარეტს თავი.
45% აქვს აი ეგ დადებითი მაჩვენებელი რაც ის არის და ხო იმიტომ რომ ის მე ფილტვებით უმჯობესდება კიდე ბოლოს სხვა რაღაცა და ერთი თან თავარი მიზეზი რის გამოც ის არის ჩვენი პაციენტი ხომ არის ერთ-ერთი ეგ სიგარეტი რა სიგარეტი არ არსებობდეს აი დღეს ჩემს კლინიკაში ალბათ პაციენტების ნახევარი არ იწვებოდა ეხა ამ მომენტში ხო შენ ეწევი არა კიდევ ხო ეწევიან ხო კი ეწევიან ხომ ეგეც ეხა ნუ რა ვიცი ისე ცოტა ცოტა უნდა ეწევოდე რომ მე დაანებოდა კაი ეფექტი ქონდეს რა იგი რთულია სხვათა შორის აი მესმის ხოლმე სხვათა შორის პაციენტების რომლებსაც უჭირთ მაგის გაკეთებენ რომ არ არის ადვილი იციან და თან პირიქით უფრო იტანჯებიან მე რაც სიგარეტის ხوار დავბადებულად მე მაინც მიმაჩნია რომ შესაძლებელია რომ სიგარეტის გარეშე ადამიანმა იცხოვროს შენ ეწევოდი კი მაშინ როცა ერთად მუშაობთ მაშინ ეწევოდი მაშინ ეწევოდი და მაგდროს დავანებე თავი და მე პერიოდები მქონდა ხოლმე რომ აი ორი თვე ეწევოდი სამი თვე და მე ვანებებდი ხოლმე თავს აი ესეთი ძლიერი მწეველი არასდროს არ ყოფილვარ რომ მაგას ჩვევად ვქონოდა ეგეთი მომენტი არ მქონია და ჩვევა ვისაც აქვს იმათვის უფრო რთულია ხოლმე რა ვიდრე რაღაც ფიზიკური აბსტინენცია ფსიქიკურს უფრო პრობლემები აქვს ხო იდეაში ეგ ნიკოტინზე დამოკიდებულება მართლა არსებობს არსებობს რა თქმა უნდა ნიკოტინი არის ნეიროტოქსინი მე მგონია რომ ფსიქოლოგიური არის დამოკიდებულება ანუ მე ისე ადვილად ავანებე ყველას ხო ერთად ინდივიდუალურია ერთად ანუ ფსიქოტოქსიური ნივთიერება ნეიროტოქსიური ნივთიერებაა რა ეს ნეიროტოქსიური ნივთიერება ვიღაცისთვის არის ისეთი რომ სულ უნდა რომ რაღაცა ძალიან ინდივიდუალურია რა ასევე ნარკომანიაზეც ზოგი ადვილად ანებებს შედარებით ზოგი რთულად ალკოჰოლსაც ხო ხო ანუ შენ ორგანიზაცია დამოკიდებული არ ვიცი ხა ზუსტად კი რა თქმა უნდა არის და არსებობს დადასტურებულია დამტკიცებულია რომ ნიკოტინის მიმართ დამოკიდებულება არსებობს მაგრამ ნიკოტინის მიმართ დამოკიდებულება ადვილი მოსახსნელია წამლებითაც და ჩარევებითაც რაღაცა კონკრეტული. ანუ ამ დამოკიდებულებაში ფსიქოლოგიის უფრო დიდი წილი აქვს, ხო? დიდი წილი აქვს რა, რთული მოსახსნელია. ვიღაცებს, აი, ამ წეველების კატეგორია ესე იყოფა რა. ანუ ზოგს აქვს ერთიც და მეორეც, ზოგს მომატებული აქვს ფსიქიკური დამოკიდებულება და ნაკლები აქვს ფიზიკური დამოკიდებულება. ზოგს თანაბრად. ანუ ფიზიკურს ბევრი კარგი წამალი არსებობს დღეს, რომელსაც 100%-იანი შედეგები აქვს. აღარ გინდება. ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედებს, ზუსტად ნიკოტინის რეცეპტორებზე. რა ქვია ზამნას? არც გამიგია ეგ. ვარენიკლინია, ხა. მე გამიგი რაღაც პლასტერს რო იკრავენ. პლასტერიანი ნიკოტინი. ხო. ანუ ნიკოტინის ჩანაცვლებითი თერაპია. შენ აღარ ღებულობ სიგარეტის ნიკოტინს და ღებულობ წამლით, ან კევით, ან სპრეით, ან პლასტიკით. სიგარეტის მეტადონი არის დაახლოებით. არა მაგასაც არ გაიკეთონ ხა ეგეც. მეტადონი არა, ხო, კი ბატონო. და ეს უშუალოდ ნივთიერება, რომელიც ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედებს ნიკოტინის კუთხით, ანუ მოთხოვნა აღარ გაქვს. ხო, რა სახელობა რა გმოდიში? ვარენიკლე, ჩამპიქსი სახელით იყო ჩვენ ბაზარზე და დღეს მე მგონი არ იყიდება საქართველოში. და თურქეთში ყიდულობენ ხოლმე უყიდია ჩემს რამდენიმე პაციენტს და კარგი შედეგები აქვს რა. მაგრამ ესეც არნიშნავს, რომ არასდროს აღარ მოწევს. თითქმის ყველა ანებებს თავს, ვინც დაიწყო ჩემ შემთხვევაში, მართლა აღარ მოუნდათ მოწევა, ჩვევასთან ჰქონდათ პრობლემა. აი მუშაობ. რაღაც შენი სამსახურია, სადღაც მუშაობ და გოგოებთან ერთად გადიხარ მოსაწევად საათში ერთხელ. გოგოები ჩვენში არ ვიცი. ანუ აქვს ხომ ეს რიტუალური გასვლები თანამშრომლებს. რა ვიცი, დავკვირვები ვარ რა. კაცო, ჩვენ რომ სცენარისტები ვიყავით, გავლაგდებოდით ხოლმე ყველა ერთად გარეთ ერთად. ხო, რაღაცა ის არის განტვირთვა, ხო, რაღაც ანუ მარტო ის ხო არ არის რომ სიგარეტი გინდა რა, გახვედი, რაღაც დაისვენე ფსიქიკურად ის და აი ამისის უჭით ხოლმე გადალახვა რა რომ ჩვევა საჭმობის მიზეზიც არის. ხო ჭამის მერე მოწევა ვიღაცა რომ გემრიელად შეჭამს და მოწევს ხო მეც მქონია ხოლმე როცა ვეწევოდი რომ სიამოვნებ და ჭამის მერე მოწევა და რაღაცა მერე რაღაც ისე არიან რომ აი უნდათ რაღაცა და მთელი დღე წამებული დღეში სამკოლოფს რო ეწევა ადამიანი და აი ჩაჯდება მანქანაში მოწევს გადმოვა სამსახურში მოვაწევს რაღაცა ანუ ეს რაღაც რიტუალები აქვს ამ რიტუალებს აღარ ასრულებს და ეწყება რაღაც ფიზიკური პრობლემები და ამის შევსება უჭით ხოლმე რა ხო, უცნაური პროცესი არის რაღაც რატო არის ეგ სასიამოვნო ვერ ხვდები. მაგრამ ეხა ხანდახან სიგარას თუ მოვწევ ხოლმე ან რაღაც ჩილიმს ან რაღაც ანუ ესე სიგარეტს არ გავყარები ვარაც თავი დავანები. მაგრამ ეს პროცესი რაღაცას მაინც გაძლევს ეს ბოლის გამოშვება რაღაც ფსიქოლოგიური დამაწყარებელი ეფექტიც ზოგიერთში ნამდვილად აქვს რაღაცა დოზით, რაღაცა მომენტებში ნამდვილად აქვს რომ რაღაც ნერვებს ამშვიდებს, უფრო გაწონასწორებულს ხდის იმ მომენტში არის ჩვეულებრივი ნეიროტოქსიური ნივთიერება ნიკოტინი თავისი მოქმედებები აქვს დოფამინის გამოყოფას იწვევს სეროტონინის ნაპას არ დარტყმა ყელის კიბოს იწვევს ადრე მითები რო იყო გახსოვს ვერ გეტყვით ძალიან მგონია უნაპასოს თუ ეწევიო ნაპას დარტყმის ყელის კიბოს იწვევს ხო ვერ გეტყვით არ მგონია რომ ეგ მართალი ბრძოლა ნაპას რა მნიშვნელობა აქვს ის კვამლი შედის ფილტრებიდან გამოდის მერე და რო შედის რა იქაც შედის რა მნიშვნელობა ის თუ ქონია რა კლინიკური სიკვდილების შემთხვევაში ხშირად არის ხოლმე რაღაცა ესეთი ის აქ რა კიდე იდუმალი მხარი აქვს რომ კლინიკური სიკვდილის დროს რაღაცები ხდება ხოლმე და შენ ჯერა მაგისე? ჯერა რა ხა
გამომიცდია, მაგრამ პაციენტებს ვეკითხებით ხოლმე რა ჩვენ, იმიტომ რომ საკმაოდ ანუ ეს კლინიკური სიკვდილი ესე როგორც ხატონად ჟღერს კარდიოლოგიაში. მე შეიძლება ხსნებ ხოლმე პოდკასტში და ძალიან ვიკვლევ ქვია, არ ვიცი რა ქვია, მაგრამ ეს იმ გაგებით რომ ადამიანი რაღაც წამიერად მოკვდა და გაცოცხლდა, ჩვენთან საკმაოდ ხშირია. სხვა პროფესიის ექიმი, ანუ სხვა ნოზოლოგიის ექიმები გრძელდება რამდენიმე წამი ალბათ, ხო? საბედნიეროდ, ნუ რაც უფრო დიდხანს გრძელდება ეს პროცესი, ეს მერე ტვინის უფრო ისეთ ღრმა დაზიანებებს იწვევს, რომელსაც მერე შექცევითი ხასიათი აღარ აქვს. უჟანგბადობა. კლინიკური სიკვდილი ხო მაგას შექცევითი უნდა იყოს, ანუ მოკვდა ადამიანი გაცოცხლდა და ჩვეულებრივ ლაპარაკობს რა, კი ბატონო, და ეს მართლა ისეთი მომენტია. 2 წუთის მერე უკვე ძალიან ისეთი ის არის ხოლმე და ანოქსიური დაზიანება მიდის ტვინის და იქ უკვე ცნობიერება ისეთი აღარ არის ხოლმე ადამიანის და ანუ არა მარტო ცნობიერება ქერქის დონეზე ბევრი იმპულსი ბევრი რაღაც ანუ გული აღარ მიაწვდის სისხლის და ჟანგბადის აღარ მიაწოდება კლინიკური სიკვდილის გამომწვევი აი ფიბრილაცია ქვია საკმაოდ სამწუხაროდ ხშირია განსაკუთრებით ინფარქტიან პაციენტებში ინფარქტის დროს სისხლის დაკეტვაზე მეტად ადამიანს კლავს არითმია რომელსაც ის სისხლის დაკეტვა იწვევს ამ არითმიის დროს სისხლი აღარ მიეწოდება ტვინს და არა სხვა ორგანოებს, ანუ ტუმბოს ფუნქციას გული აღარ ასრულებს. იმიტომ რომ იმის მაგალითად ვიკუმშებოდეს რაღაც ასე ფარტხალებს. ეს იწვევს ადამიანის რაღაც წამების განმავლობაში გონების კარგვას და მერე მოყვება ამას მთელი პროცესები. და შენ თუ გაქვს ელექტროშოკი ან იმ მომენტში ვინმე სწორი გულფირთვის რეანიმაცია ჩაუტარა ადამიანს, არის დიდი ალბათობა იმის, რომ ეს ადამიანი გადარჩეს და აღუდგეს მას რითმი გულის. ხო. სხვადასხვა ელექტროშოკის გარეშეც. კვლევარები, ვინც ბოდიში სამეთყვია, ამ ბევრი კვლევარი არსებობს, ვინც ამ პაციენტების кейსებს იკვლევს და მე იმათ მონაყოლს ადარებს და ეს დაიწყო თავად 60-70 წლებიდან მოდის რა. ძალიან ისეთი სფეროა. და რაც, ანუ კლინიკური შემთხვევების შედეგად შემთხვევები გაიზარდა, რაც ვითარდება გულის ეს დარგი რა, კარდიოლოგია, იმიტომ რომ უფრო მეტი ადამიანის მობრუნებას ახერხებენ, ასე ვთქვა, და უფრო მეტი უგდებოდათ რა. და რაღაც უფრო მეტი ადამიანის მობრუნებას ახერხებენ, უფრო გახშირდა ეს რაღაცა მე ამ ამბების მოყოლები. აი აქ თქომე რა გეტყვი, რა მომენტია, ეხლა ნახეთ, მანდაც ისეთი ის არის რა, ჩვენ ვეკითხებით, იმიტომ რომ გაინტერესებს მანამდე რა შეგრძნებები ქონდა, ეხლა ის გადაცემა რა გვაქვს ჯაჯანიძის რო დავსვათ და ვკითხოთ რაღაცა იქ მენახეს თუ არა, თუმცა რა თქმა უნდა თვითონაც უჩნდება თქომე მსგავსი რაღაცა თუ დაემართათ ამის მოყოლის სურვილი. და ვეკითხებით, იმიტომ რომ ტკივილი ქონდა თუ არა, რამდენად გულისგან იყო გამოწვეული, სულთა კლინიკური თვალსაზრისით. მსგავსი ხა ესეთი რაღაცა რომ თეთრებში ჩაცმული ვიღაც ნახეს ან რაღაც არ უთქვამთ, მაგრამ აი ქონია როგორი შემთხვევა იცი, აი პაციენტს უთქვამს რომ ის მაგალითად აი სიამოვნებას უგრძნობდი რაღაცას განსაკუთრებულს და ეგეთი სიამოვნება არასდროს არ მიგრძნია. მაგრამ შეიძლება არის თეზე ისბრალი იყოს. შესაძლოა, იმიტომ რომ მორფი ჩვენ შემთხვევაში ძალიან ხშირად გამოიყენება ტკივილის და არა მარტო ტკივილის კოპირებისთვის, საკმაოდ ისე წამალია ინფარქტის დროს, ყოველთვის არა რა თქმა უნდა, როცა საჭიროა. და კიდე ყოფილა აი გამოძინების მომენტი ქონიათ, აი დასვენებულმა გავიღვიძე, ესე ამძინებია არასდროს, ესეთი კარგად არასდროს არ ყოფილო არა, ესეთი რაღაცა უთქვა. პაციენტები რომ მკვდარი იყო რამდენიმე წამით. რამდენიმე წამით, კი ბატონო. აი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობა ხო მკვდარია, ხო? ადამიანის სისხლი არ მიეწოდება ტვინს, არა აბსოლუტურად ის არის, იმ момენტში რომ ელექტროშოკი არ გამოგვეყენებინა, ან არ გაგვეხსნა სისხლძარღვი, ის პაციენტი ცოცხალი არის. დარესტარტებული პაციენტები, კი ბატონო. რა თქმა უნდა, სენტიმენტები, სიკვდილის შიში, რაღაცები სხვანაირად აქვთ ხოლმე, მაგრამ კიდევ მანდ ერთი საინტერესო მოსაზრება არც ჩემ პაციენტს არ უთქვამს, მაგრამ აი სინათლეზე რო არის საუბარი. აი შუქებზე და შუქებზე, კი ბატონო. კი და თვალის გუგაც მე რაღაცა იმოშვება და მაგ ეფექტითაც იხსნება ხო, მაგრამ ნუ ერთ-ერთი ახსნა ეგ არის, მე სადრე წამიკითხავს გავსი რაღაც აი თვალებიდან ნაპერწკლები გამაყრევინა ისეთი დარტყმა მივიღეო, ეგ არის უთან ნერვთან დაკავშირებული, რომელიც ამ ნათებას იწვევს. და იმ მომენტში როცა ტვინი უჟანგბადოთ არის, ეს ნერვი ალბათ რაღაც ჰიპოქსიას განიცდის და ის ნათების მომენტი თვალში შეიძლება კონდეს ადამიანს და ალბათ ეს არის. რა თქმა უნდა, საკმაოდ რთულია. აი ჩვენ ენაზე რო გითხრათ, ერთ-ერთი ყველაზე კაი მკვლევარი არის გულის ექიმი არის თვითონ, სემპარნია, ეგეთი ტიპი არის და ბევრი წელი იყო გულის ექიმი და მე მის რამდენიმე პაციენტს შემეთქვა ისეთი რაღაცები მოყვა, რომ ამის კვლევაში გადავარდა და ეს უკვე ძალიან სამედიცინო დონეზე იკვლევს რა, ანუ სამედიცინო кейსებში ძალიან ჩახედული არის და კი, რაღაცები მეც ადრე მქონდა რაღაცები ნახე, რა იყო, იცი, რაღაც დოფამინის რაოდენობა, სეროტონის რაოდენობა მაგ დროს გაცილებით უფრო დიდი რაოდენობით გამოიყოფა ტვინის მიერ. კიდე DMT-ის აბრალები რო გამოიყოფა. კი ბატონო და მაგრამ აი რაც უნდა იყოს აი ამ კუთხით უყურებ ძალიან ფიზიოლოგიური კუთხით ტვინს არ მიეწოდება სისხლი არის უჟანგბადოთ და ნერვული უჯრედები რო ფუნქციონირებდეს და რაღაცა ცნობიერება ქონდეს ადამიანს ან რაღაცას აღიქვავდეს და რაღაცას ხვდებოდეს ეს ელემენტარულად სინაფსემა რო იფუნქციონიროს და ნივთიერება ერთიდან მეორეს გადაეცეს რო რაღაცა გატარდეს
ცენტრამდე მივიდეს ახმა მოხდეს ამ ყველაფერს ამას ჭირდება ეს ჟანგბადი ამ ჟანგბადის გარეშე გამორიცხულია რომ იქ რამე ადამიანმა რამე აღიქვას და მე დაიმახსოვროს და მე ეს მოყვეს აი იმდენად წამებში ხდება ეს ყველაფერი და იმდენად არის დაკავშირებული სიცხის მიმოქცევასთან რომ აი მე მაინც შენ არ ქონია ეგეთი შემთხვევა რომ პაციენტს ესეთი რაღაცა მოეყოლა რომ მე არანორმალური ან ამებს გავსი რაღაცა არ მქონია ჯერ არ ქონია ჯერ არ მქონია ალბათ ხო იმიტომ რომ მეც ბევრი საინტერესო რაღაც მინახავს ამიკითხავს და უთქვამს ანუ ყველაზე საინტერესოა როცა აი რაღაცა ის წუთები ყოფილა როცა აი დადასტურებულია რომ ამ წუთზე დაფიქსირდა იქ ხო აღრეცხავ ყველაფერს რა რომ გამოირთო ტვინი და დადგა კლინიკური სიკვდილი და მიდის გადარჩენა მე მოუყოლიათ პაციენტებს რომ იმ წუთას ახდებოდა ოთახში ანუ აბსოლუტური გამორთული ტვინი როცა იყო თვითონ გამორთული ტვინის მდგომარეობაში კი გამიგინოს მოუყოლია და ახლა შეიძლება დააბრალო რომ ესმოდა იმაშებოდა მაგრამ ანუ ტვინი გამორთულია ხო მოგეთ ძალიან საინტერესო არც ეგ არ არის გამორიცხული ნახე კარგი მასაჟი რაღაცა წუთების განმავლობაში ძალიან საკმაოდ დიდი დროის განმავლობაში სრულად თუ არა ტვინს საკმაოდ კარგად აწვდის სისხლს ანუ მკვდარ ადამიანზე მასაჟს ხო აგზელებთ ჩვენ და ეს მასაჟი ტვინის მიმოქცევას უზრუნველყოს რო არ უზრუნველყოფდეს ის ადამიანები ცოცხლები არ იქნებოდნენ დღეს ანუ კარგი გულის მასაჟი ამას უზრუნველყოფს და გამორიცხული არ არის რომ შეიძლება ცნობიერება არა აქ ადამიანს იმ დონეზე რო ველაპარაკოს და წამოდგეს ფეხზე მაგრამ რაღაცა რო ესმოდეს რაღაცას რო ხედავდეს გამორიცხული ნამდვილად არ არის იმიტომ რომ ის თავის საქმეს აკეთებს გული რაღაც დონეზე ტუმბოს ფუნქციას მაინც ასრულებს ესეთ ადამიანში და ცნობიერება ცოტა ისეთი რამეა რა კონკრეტული ცენტრების ად არის გამოკლეული ესე კარგად არ არის მაგრამ ძალიან ქერქის დონეზეა და პირველი ჯერ ქერქი ზიანდება ტვინის შემთხვევაში რაღაც სასიცოცხლო ფუნქციების უნთქვა იგივე სმენა რაღაცები ცოტა უფრო ღრმად არის და იქ სიცხლი მეტნაკლებად უფრო მოძრაობს ქერქი ყველაზე მგრძნობიარია სხვა დროს არ ქონია შეიძლება ამ ბოლო წლებში არ მაგრამ თქო აი როცა სასტრაფოზე მუშაობდნენ რაღაცები კიდე სხვა როცა ექიმი ხდება პირდაპირ გულზე ხوارწყებს რაღაც სხვა პრაქტიკებიც ხო ქონია აი ეს პარანორმალთან შეხება არასდროს არ ქონია არაფერთან ამოუხსნელი რაც ვერ ამოხსნელი რომ მოხდა ამოუხსნელი რაღაცები როგორ აქონია ეხლაც ქონია და ხანდახან არის რომ ისეთი პაციენტი გადარჩება ხოლმე რომ ჩვენ თვითონ გვიკვირს და ალბათ ეგ რაღაც არის მართლა რომ რა თქმა უნდა ექნება თავისი მეცნიერული დასაბუთება მაგრამ ჩვენ ვერ აგვიხსნია აი მაგალითად შეიძლება გაიხსენო რომ ეგეთი кейსი თუ უბრალოდ მონაცემები ქონდა ძიმე და ანალიზი და ძალიან ძიმე მონაცემები ქონდა და გადარჩა პირიქითაც ყოფილა რომ რატომ მოკვდა კონკრეტულად იმ მომენტში ესე ამ პატარა და უშუალოდ სისძალღმა რატო გამოიწვია ესეთი რაღაცეები კარგი ახსნა ვერ მოგვიძებნია და პირიქითაც ყოფილა ისეთი ადამიანი გადარჩენილა თან ყოველგვარი დეფიციტის გარეშე ვეძახით აი ეს ტვინი რომ ყარია დიდი ხანი და მაინც რომ მე ადამიანი ახერხებს ნორმალურ ცხოვრებას და ყოფილა ეგეთი შემთხვევები ნამდვილად ყოფილა სასტრაფოშიც ყოფილა კლინიკაშიც ყოფილა საი ეგეთი რაღაცა იმის სამწუხაროდ რაღაც და ალბათ ის არის აი რაღაც სენტიმენტური და უშუალოდ რაღაც მხატვრული ეგეთი გაგებები არის ძალიან ცოტა რეალურ ცხოვრებაში ექიმებისთვის რა როგორცაც ადამიანები თვითონ წარმოვიდგენენ ხოლმე რა შენ გადამარჩინე მე ექიმო და შენ ესე აი და იმენად რაღაც რუტინა ხდება რაღაც მომენტში იგივე ის ოპერაცია იგივე ის ქმედებები რასაც ყოველდღიურად არაერთ პაციენტს უკეთებ რომ შენ ასე აღარ უყურებ მე რა პატარა რო ვიყავი აი პირველად როცა ის ნარკომანის შემთხვევა მოგიყევით კომაზე ის ესე იგი სულ მახსოვს სულ მე მახსოვს ხუების მახსოვს რა თქმა უნდა მაგრამ ეს განსაკუთრებულად მახსოვს აი მახსოვს მთელი ღამე არ დამეძინა სახში რომ მოვედი სიხარულისგან რომ აი რა მაგარი ყოფილა ვიღაცა გადავარჩინე და საჩუქრებსაც ღებულობ საჩუქრები ეს ხოერთი კარგი მხარი არის ამ პროფესიის ახლა არ დავიწყებთ უწუნს ძალიან ნუ ვისკი და სასმელი ყველაზე ხშირად ღვინო უმეტეს შემთხვევაში ხალხი ამადლიერი და განსხვავებით ცოტა სხვა პროფესიებისგან მადლიანი პროფესია მაგხრივ ხო იმიტომ რომ მაინც მადლიერება აქვთ ადამიანებს და შესაბამისად შენც ამას ყოველთვის გზნობ ხო ამდენ ხა მაინც ძალიან დრამატული პროფესია რა ნეტა ძალიან უნდა მოყო ისეთი რაღაც სიკვდილის სიცოცხლესთან როგორ შეხება მაინც ადამიანური ემოციები იქ შეუძლებელი არ იყოს და ამდენი ადამიანის ისტორია გადის შენ თვალწინ რა ცხოვრების და შენი დამოკიდებულება წარმოუდგენელს ოფხედველობა როგორ შეცვალა ამ ყველაფერმა რამე რა გავლენა იქონია რამე რა არის რაც ისწავლია ამ პაციენტების და ამ პაციენტებთან ურთიერთობით და ამ ამდენწლიანი პრაქტიკით რა თქმა უნდა ადამიანზე პირველ რიგში და ცხოვრებაზე პირველ რიგში ალბათ ის რომ ბევრი კარგი რამის გაკეთება უნდა მოასწროს ცხოვრებაში ადამიანს და სიკვდილს ყოველდღიურად რაღაც დონეზე ხედავ და ჯანმრთელობაზეც ისე არ უნდა იფიქრო როგორც მანამდე შეიძლება ფიქრობდი რომ რა შეიძლება ადამიანის სიკვდილის შიშით ცხოვრობდე სხვათა შორის ჩემი დაკვირვება მაქვს და წამლებს და ზოგადად ექიმთან, იმიტომ რომ მიდიან ადამიანებს სიკვდილის შიშთან მიდიან, როცა მაგაზე ფიქრს იწყებენ და სიკვდილზე ფიქრი ადამიანებს არ უყვართ.
რატო უნდა უყვარდეთ, ხო? ეგეც არის ხო, რომ ეხა პრობლემა იქნება თავშით გაიაროს ეხა მივიდა და ეს. აი ეგ მომენტიც რაღაცა ის არის. მე მითხას ექიმ რომ უარესი მჭირს არა და ჯობია რომ ესე შეხედონ რომ უმეტეს შემთხვევაში ეხა მით უმეტეს სწავლები ინიშნება, იმიტომ კი არა რომ ადამიანი ავად არის, ავად რო არ გახდეს. აი ეგ უნდა რომ დაუნიშნოთ ხოლმე ხა პაციენტს სწავლებს რომ აუ ამდენი წამლი უნდა დავლიო, იმიტომ უნდა დალიო რომ ავად არ გახდე. ანუ არ ხარ ავადმყოფი, იცხოვრე, გააკეთე რაც დაკეთებდი და უშუალოდ რა თქმა უნდა მავნე ჩვევების გარდა სიტყვაზე ისინასაც აკეთე რა 80% მაინც აგზელებს იმავნე ჩვევებს ხა და ვერც აუგზალა, აი ძალიან ისეთი გაგებაა ხოლმე რა და შეცვალ ცვლის, რა თქმა უნდა ცვლის და მე ვიტყოდი კიდეც რომ ექიმებს სხვანაირი გაგება გვაქვს ხოლმე რაღაცეების, აი შემიმჩნევია ჩემი მეგობრების, ჩემი კოლეგების მიმართ სხვანაირად უყურებ ცხოვრებას. ბოდიში ხარ ავიზე მეტი არ ნაკლები კი არ ვართ, მაგრამ აი შვილებს, ოჯახს სხვანაირად სიცოცხლესაც სხვანაირად უყურებთ. მე შემიმჩნევია ძალიან ბევრი ექიმისთვის, ჩემი კოლეგისთვის და ბევრი მიხვედრილი ადამიანისთვისაც რა. ხო, აი როგორ მაგალითად აი დროის დეფიციტი მაგალითად სხვანაირად ცდილობენ, რომ მოსწრებას ცდილობენ ყველაფრისას, უფრო შრომის უნარი ხილდებიან სიცოცხლეს მაგას ამბობ. არა, კი არ უთხილდებიან, უფრო მეტი რაღაც გაკეთებას ცდილობენ, უფრო აქტიურად ცხოვრობენ, რომ ხო, ანუ რა წამიერია რა ეს ცხოვრება და ამ წამიერ ცხოვრებაში ბევრი კარგი რაღაცის გაკეთება უნდა მოასწრო. იგივე შვილებზე ზრუნვაც, იგივე მეგობრებზეც და რაღაც კარგი რაღაცების კეთება, სიამოვნების მიღებაც. სიმთვალე ცოტა სხვა მიკაკო. არა, ნუ რა თქმა უნდა, ესე დიდად განსხვავება არა, მაგრამ შეუძლებელი ადამიანი ხედავდე ყოველდღე ამდენ ასე ვთქვათ, ჭალებში უბედურებას, გაჭირვებას. ხო, კიდე თავარი, აი ხა არ დავფიქრებულა მაგაზე, ხა დამისვიე შეკითხვა და მაგიტომ დავფიქრდი. აი რაღაც სისულელებზე აღარ წუწუნებ ხო? რომელზეც შეიძლება მანამდე მეწუწუნა რა. მე პირადად რა და ჩემ გარშემო მყოფესაც ვეუბნები ხოლმე, რომ აი ისეთი პრობლემები აქვს ხალხს, ჯანმრთელობის პრობლემა. მაინც ყველაზე რთულ პრობლემად მიმაჩნია, როცა ვერ შვენი და როცა არ იცი როგორ გამოხვიდე. ყველაფრიდან გამოწვევი ხო, ფინანსური პრობლემიდანაც. ხო. რაღაცა მეზობელთან დავასაც მოვაგვარებ, აბსოლუტურად რაღაცა ყველაფერს გადალახავ ასე თუ ისე ადამიანი და ხო სიკვდილის წინ ვერაფერი ვერ დაუდგება ხო, მაინც საბოლოოდ მიდიხარ ამ ჯანმრთელობის პრობლემასთან და როცა ხარ ჯანმრთელად ადამიანი, უნდა შეირგო ეს ჯანმრთელობა, სხვასაც უნდა შეიარგო და უფრო რაღაც ნაყოფიერად იცხოვრო, კარგი რაღაცები აკეთო. მე ასე უყურებ რა და ალბათ ეს ყოველდღიური შეხება ამასეთ გაჭირვებაში მყოფ ადამიანებთან, სიკვდილთან ახლოს მყოფ ადამიანებთან გეხმარება მაგაში. და სხვა შორის რაღაცა ეს სიკვდილთან ახლოს მყოფი ადამიანების რაღაც განსაკუთრებულები ხდებიან ხოლმე რა. უკვე რო გააზრებული აქვთ ეს. გააზრებული რო აქვთ კი, უფრო მამაცები, უფრო აი ესეთი პანიკაში თითქმის არ მინახი ადამიანი, რომ სიკვდილის შიში იყოს, მიუხედავად იცის რო კვდება. ხო, ეგ რა საინტერესო. ძალიან საინტერესოა ხა ფსიქოლოგიური მომენტი არის, ხო? რაღაც ალბათ თავდაცვითი მექანიზმები ერთება ინსტინქტები. ხშირად მეფიქრება, რომ აი რომ გაიაზრებ უკვე იცი რო კვდები, მაგდროს რაღაცნაირად აუცილებლად შეგეცნობა ფსიქოლოგია. როგორი იქნება საინტერესო. დიაგნოზსაც გააჩნია. ღმერთმა დაგიფაროს, ეხლა შენ რო რაღაცა ისეთი ცუდი დიაგნოზი დაგისვან, ასეთ ჯანმრთელ მდგომარეობაში, სიცოცხლით სავსე, რაღაცა გეგმები გაქვს ცხოვრებაში და უცებ ჯანმრთელობის პრობლემის წინაშე დადგე, გამორიცხულია რომ რაღაცა ის არის მას, მაგრამ თუ თანდათან მიდიხარ რაღაცა პრობლემასთან, თანდათანაც ეგუები ამ პრობლემას და ისინი უფრო ონკოლოგიაში არ მიწევს ესე ხშირად შეხება ონკოპაციენტებთან. და ალბათ უფრო ძიმე მომენტია ხოლმე, როცა მით უმეტეს დიაგნოზს გაიგებენ, კარგად არიციან ამ დიაგნოზის აღქმასაც ხოლმე მნიშვნელობა აქვს, ზოგი ისეთ რაღაცას აღიქოს ხოლმე გიორგი. ისეთ რაღაცას აღიქოს ხოლმე დიდ ტრაგედიად, რომ გული გაგისკდება, ნუ ვცდილობ რომ დააწნეხა, ეუბნები, იმიტომ რომ წნევა გაქვს და გასაგებია წნევას ამ ბევრი ცუდი რამის გაკეთებაში, მაგრამ არ მოკლავს. და შეიძლება პანიკაში ჩავარდეს, ცხოვრების ხარისხი დაკარგოს და ზოგს ისეთი რაღაც არ აინტერესებს, საერთოდ აი მაგალითად გულ გაჩერებულ პაციენტს საერთოდ ვერ გაანალიზა ყოლი ეგეთი პაციენტი რომ რა მოხდა მის ცხოვრებაში. ჩვეულებრივად ანუ მისთვის არაფერი არ ძალიან უცნაური ადამიანები ხდებიან ხოლმე არიან ზოგი ისია ზოგი ასია ზოგს მეტად აქვს ზოგს პირიქით ზედმეტად ნაკლებად. ხო. ზომიერება ყველაფერში კარგი. მანდაც. რა გქონია ყველაზე უცნაური პრეტენზია შენს მიმართ? ერთ პაციენტებს ხო გთხოვენ რომ ექიმა ისექნა და ექიმა ისექნა და რა არის ხოლმე რომ აი მაგალითად ძალიან სერიოზული პრობლემა აქვს რაღაცა გულის ადამიანს და იმიტომ რომ ფანჯარა არ იყურება მზიან მხარეს შეიძლება ამაზე გითხრას რომ მე აქ არ ვიქნე რა თქვენ კლინიკაში არ გავჩერდებ წავა სხვაგან აი რაღაც უცნაური ისინი აქვთ ხოლმე მაგრამ ეს კონკრეტულად შენს მიმართ რა ვიცი ძალიან ისე რა ტელეფონის აი მაგალითად გირეკავენ ნებისმიერ დროს ნუ ეხლა ესეთი ის არის რა ტელეფონს უპასუხობ ხოლმე ვცდილობ ყოველ შემთხვევაში ოპერაციაზე თუ არა სულ უპასუხო რა საერთოდ აი როცა ისე უყურებ ექიმი ადამიანს როგორც
ეს ძალიან გეხმარება რა. ნერვები მეშლება ხოლმე ძალიან ბევრ პაციენტზე, მაგრამ ვცდილობ რომ არ გამოვხატო რაღაცა სულელური შეკითხვების გამო, რაღაცა უაზრო შეწუხების გამო, მაგრამ ნუ რას ვიზავ იმ მომენტში ის არის ადამიანი, რომელსაც შენ უნდა დაეხმარო. და შენ ხარ მაგისტვის, თუ მაგის ნერვები არ გაქვს, ექიმი არ უნდა იყო. ხო, ეს ემპათიის უნარი გამოიმუშავე, დაგჭირდა მის გამომუშავება? არა, ვიყავი ემპათიური ისედაც ცხოვრებაში ზოგადად რა, ალბათ რა, იმიტომ რომ ვიღაცები ამოიმუშავებენ ეგეთ დასწავლადია. ყოველთვის ერთ დონეზეც არ გაქვს, ხა მაგასაც ეგეთი მაგარი ექიმიც და ეგეთი გმირიც არ ვარ, ყოველთვის ერთ დონეზე არ გაქვს. ხან შეგიძლია ეს ემპათია ძალიან მაღალ ზღვარზე კონდეს, ხან შეიძლება ძალიან ისე იყოს რა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არ უნდა დაკარგო ეხლა ძალიან ძნელი შენთან ბედნიერი და გახარებული არავინ არ მოდის. ყველას თავისი პრობლემა აქვს. ეხლა შენთვის არის ეგ პრობლემა ხანდახან სასაცილო რო რეალურად არ არის, მაგრამ იმან ეგ ხო არ იცის. და მაინც ესე უნდა შეხედო, რომ იქამდე, მაგრამ ეს იმხელა ენერგიას გაცლის ხანდახან და იმხელა დროს. და მართლა ვისაც შენი ცოდნის შველა ჭირდება, გირჩევნია რომ იმას უშველო, მაგრამ ესე ეხლა გაფილტრულად სად არის, ხო? ექიმი ხარ, ვალდებული ხარ და რაღაცა ზომიერების ფარგლებში ხა ისე რომ საკუთარი ცხოვრება და შეწირო რაღაც იმას, მაგრამ მაინც გიწევს რა, მსხვერპლის გაღება ყოველთვის მოგიწევს რა, იმიტომ რომ სხვანაირად არ შეიძლება. ყველაზე სწორი ცხოვრება როგორიც ცხოვრების წესი ჯანმრთელი გულისთვის როგორია? როგორ უნდა მოუვაროთ გულს? სწორი ყვება მავნეჩვევები, სიგარეტის არ მოწევა და დინამიურობა რა. გენეტიკას აქვს. მოძრაობა, კი ბატონო, ვარჯიში აუცილებელია, ხა ნუ არა მაქვს ეს პროფესიონალური სპორტი. ხო, არა. საკმაოდ ისეთი ამია რა, მკითხვის ნიშნებია ძალიან ბევრი, რამდენად კარგია და რამდენად სიცოცხლის ხანგრძლივობაზე კარგად მოქმედებს, არანაირად. შეუძლებელია ხა ფეხბურთელებს რო უყურებ, არ ვიცი, ღმერთმა კარგად ამყოფს ყველა 15 კილომეტრს რო დარბიხარ ადამიანი შეუძლებელი არ არის რა, არც მასეთ ფიზიკურ დატვირთვას ორგანიზმი არა მჯდომარე მდგომარეობაში 21 საუკუნეა და რამდენი წელია კაცობრიობა არსებობს, ადამიანი არ მოსულას, მუდმივად მოძრაობაში იყო, მუდმივად საკვების მოპოვებაში იყო და უცებ ეს 2-3 საუკუნეა რაღაცა ნენელა ფაეტონებზე და იმებზე შევსხედით და აღარ მოძრაობს და ესე მალეც ვერ ადაპტირდება ადამიანის ორგანიზმი, ამიტომ აუცილებელია მოძრაობა და კიდე აი ყოველთვის ის არის რა მენტალურ ჯანმრთელობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და სოციალურად კარგად ყოფნას ადამიანისას რა, მარტო ის რომ სწორად იკვებები და ის არ არის გარშემო ბევრი რაღაცა ისეთი ხდება და სტრესი ცუდად მოქმედებს მაინც ადამიანზე და ეს სტრესის მომენტები უნდა მეტნაკლებად შევიმციროთ, მაგრამ მაგის გარეშე ვერავინ ვერ ცხობს, მაგრამ თუ შენ მზად ხვდები, ორგანიზმს ძალიან დიდი დამცველობითი უნარები აქვს, თავისით. ძალიან ბევრ რაღაცას ერევა, ექიმის გარეშე ერევა, წამლის გარეშე ერევა და უბრალოდ არ უნდა შეჯდე რა ბოლომდე და არ უნდა მიაყენო შეურაცხყოფა რა. აი, კარგი მანქანა ხო არის, რომელიც დიდ დატვირთვებს უძლებს, მაგრამ აი ძალიან ზედმეტი ტვირთი არ უნდა დადო და ძალიან ცუდ გზებზე არ უნდა ატარო რა. ხო არის, აი კარგი მანქანაც უნდა წარმოიდგინო ორგანიზმიც და ზომიერების ფარგლებში შეიძლება რაღაცები დაუზიანო, მაგრამ ისე არა, რომ ზედმეტი მოვიდეს რა და ზომიერება რა მაინც და რა თქმა უნდა ეგ სამი რაღაც ალბათ ძილს აქვს ძალიან მნიშვნელობა კიდე. საკმარის ძილს და სწორ ძილს, რასაც ძალიან ცუდად ვეკიდებით ადამიანები. დღესდღეობით მით უმეტეს, იმიტომ რომ დასაძინებლად თითქმის არავინ აღარ უწვევით, ყველანი ტელეფონებით წვევით, ყველანი რაღაცა ინფორმაციის მიღებით წვევით და ვიღვიძებთ ეგრევე ინფორმაციის მიღებით და ეს ფაზებიც რაღაც დონეზე დარღვეულია და მე ფსიქიკაზე ცუდად მოქმედებს და ფსიქიკას მაინც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელობისთვის რა. ერთხელ მახსოვს, სად იყო, აღარ მახსოვს, მაგრამ შენ და აკა იჯებრებოდით ერთმანეთს, ის უფრო ბევრი სამსახურია გამოცვლი, და სად იყო ეგ, არ მახსოვს. ჩვენთან სცენარისტების ოთახში აკა სინჯიკაშვილი სკოლის ხო მოყვა. აკა სცენარისტების ოთახში ყვებოდა, მე კაცების გადაცემაში იყო და იქ მოყვა და იქ მოყვა რომ მოვუკეო და რაღაც არ მახსოვს რომ მოვიდეს. არა, მასაც ძალიან საინტერესო პროფესიები ქონდა, ნამდვილად. შენ მქონდა? მე ნუ ექიმობასთან ასოცირებული იყო ერთი პაციენტებს უვლიდი ხოლმე სახში, როცა ეგთანი ვიყავი, ონკოპაციენტებს რამდენიმეს. მაშინთან სცენარისტად მუშაობდი და კიდე ის იყო ძალიან მაგარი ხო სანტა-კლაუსად ვიყავი გამოძახებაზე. ახალ წელს. რაღაც რამდენიმე მისამართი იყო და საჩუქრები მიმქონდა ბავშვებთან და რამდენიმე იმასთან გოგოებთანაც შეყვარებული საჩუქრები. და ესე ვიყავი ერთ წელს სანტა-კლაუსი. ხომ ეს გონდა შენ გამოცდილება, სასცენო გამოცდილება დაგეხმარა. დამეხმარა. მაშინ არ მქონდა სოთაშორის. არა. მაშინ ვიყავი. აბა რანაირად გადაწყვიტე სანტა-კლაუსი ყოფილიყო? ჩვენი მეგობარი აკეთებდა რაღაც ესეთ იმას და რამდენიმე ესეთ ადამიანს შემოგთავაზა და ვიღაცები დავთანხმდით, ვიღაცები არ დავთანხმდით რა. რაღაც ორი ლექსი უნდა გეთქვა ინგლისურად თავს ქვია მაუსი.
ღირდა ეს შემოსავლად? კი. რა თქმა უნდა, ყოფილი ვიყავი ნამდვილად 1 იანვარს. კიდე ეხლა ვერ ვიხსენებ რაღაც, არ მიფიქრია, მაგრამ ბევრი რამე იყო რამ. თარჯიმანი ვიყავი რამდენჯერმე სხვადასხვა ისეთ იმაზე. კიდე ის იყო ძალიან მაგარი, ხო, ტაქსების ბიზნესი მქონდა. ხო, ამახსენდა ეხლა. მაგდროს ხო გიცნობდი. კი ბატონო, ბავშვებს ვამზადებდი. ტაქსების ბიზნესი რა, რამდენი მანქანა ყავდა? 3. ბავშვებს ვამზადებდი. ხო, საინტერესო რაღაცები მქონდა გაკეთებული. რა შეამზადებდი? მაშინ კარდიოგრამის სწავლაში უნივერსიტეტში კარდიოგრამას ვასწავლედი და ბიოლოგიაში მყავდა ერთი ბავშვი მხოლოდ სკოლის მოსწავლე. ანეკდოტების შოუსაც ვაკეთებ. ანეკდოტების შოუსაც ვაკეთებ. თან წერდი თან რეჟისორი იყავი ანეკდოტები. აბა რა, მაგარი იყო ეს. არ გიყვებიან ხოლმე კიდე ანეკდოტებს? კი, ანეკდოტებს მიყვებიან და გადაღებულია. მაგარი საინტერესო შემთხვევა შემემთხვა. უკრაინაში ვიყავით, კიევში რაღაც რესტორანში და მოვდივართ იქიდან რამდენიმე ჩემი კოლეგა, ვინც ჩემთან ერთად სწავლობდა, ქართველები ვართ ძირითადად, ტაქსით. და ტაქსის ზღოლმა ჩაგვირთო, ქართველი აღმოჩნდა რა ტაქსის ზღოლი. და ტელეფონში ჩამირთო ჩემი გადაღებული ანეკდოტი და რო ჩავჯექით მანამდე ამ ერთ-ერთმა ჩემმა ემოთხა რომ ექიმები ვართ და აი ამ ცენტრში მუშაობთ და ესეთი მაგრები ვართ რაღაცა და ეს კაციც დავიდა ეგრევე ეს ჭის რაღაცა დავიბარეთ პაციენტად ისეს და სერიოზული ექიმები ვართ ეხა ამას ესე გონია და რო ჩავჯექით ამ ტაქსში ამ ტაქსის ზღოლმა მოკლედ ტელეფონში გვანახა ჩემი გადაღებული ანეკდოტი ნახე რა მაგარიაო. და მე არაფერი არ უთხარი, ხაი, ძალიან ისე იყო რა, ეხა იქ ჩემი გადაღებულია, ეხა რო გითხრა რომ იმით მოვედი რა, შატლით აქ შატლი გავაჩერე, ხო არ დამიჯერებ და დაახლოებით ეგრე იყო რა. ვიცოდი ხარ დამიჯერებდა და უნდა დამეწყო მე მაგის ახსნა და არც მაგის თავი მგონდა ჩუმად ვიყავი და ჩემის მაგაცი ამის გადაღებულია და ერთი შემოგხედა ესე, ამან რომ ყურადღება არ მიაქცია, იცი ეგ იცი რომ ამის გადაღებულია რა, ანაირად არის გადაღებული თუ ექიმია და აქ რატო გადაიღებდა, ეგ ვაფშე არ დაგვიჭირა, აი იფიქრე ეს ვერან თვალები არის კარგად. აკოპარკი იმედზე გადიოდა ხო? კი. ჯერ ერქვა რომ გადახვალ გააჩერე და თქვენი გადახდილია, ორი სახელი ერქვა, არ ვიცი რატო ეს მოხდა მე შეიცვალა სახელი, მაგრამ ისე იყო რა. რომ გადახვალ გააჩერე. ძალიან ნიჭიერი მსახიობები თამაშობდნენ სხვათა შორის, მე და მე უფრო დაამტკიცეს ამ მსახიობებმა თავის ნიჭიერება. თავიდან რომ იგონებდით ხო? რაღაც გაგებულებს გექნებოდა, მაგრამ იმედი თქვენ იგონებდით ანეკდოტებს. ჩვენ ვიგონებდით რაღაც ნაწილს, რაღაც ნაწილი უკვე არსებული ანეკდოტები იყო. მაგ შეზღუდვა არ ქონდა, რომ ვიღაცის დაწერილი ანეკდოტი გადაგვეყო, არა. ყველა ჩვენი მოგონილი ანეკდოტები იყო ძალიან მაგარი ზოგი. ეხაც ვამაყობ ხოლმე რა. მართლა აი რაღაცები ჩვენი დაწერილი ანეკდოტი, მე რო ანეკდოტებად. კი, არის ხოლმე, ეხაც შეიძლება ხანდახან შეხვდეს ხოლმე Reels-თან, TikTok-ზე. არაფერს ვადა არ გაზდის საქართველოში, ყველაფერს რაღაც თავისი მსმენელი და მაქებარი და მაყურებელი ყოველთვის ყავს. როგორი პროექტიც არ უნდა გააკეთო, ცუდი, კარგი მნიშვნელობა არა. ექიმებსაც აქვთ ხოლმე გამომორჩეული იუმორი, იმიტომ რომ ისეთ ძიმე შემთხვევებთან აქვთ ხოლმე საქმე, რომ კი, მაგის გარეშე თან ის აქვთ ხოლმე უფრო შავი იუმორი რა, ვიდრე ხო, ნუ იმიტომ რომ სიკვდილის ისე აღარ ეშინიათ და რაღაცეებს. არა მარტო ხო. ცუდი რაღაცეები. მაგის გარეშე მართლა ისა ძალიან ძნელია და ბევრ ექიმს ჩემ კოლეგას ძალიან კარგი იუმორი აქვს და აი მიხარია ხოლმე მართლა ურთიერთობა რა, მით უმეტეს იუმორი როცა ესმის ადამიანს და შენ იუმორიც ესმის და შენც მიგი მაგის გესმის ძალიან ისეთ გიადვილდება და პაციენტებსაც აქვთ ხოლმე სხვათა შორის. ბევრი კარგი იუმორის მქონე პაციენტი მინახავს და კარგია ხოლმე ეგეთ ადამიანებთან ურთიერთობა რა შეუძლებელი კარგი იუმორის მქონე ადამიანი კარგი ადამიანი არ იყოს კიდე აი მაგას ვერ ვიჭერებ რა ვერასდროს რომ როგორ შეიძლება კარგი იუმორის მქონდეს ადამიანს და ის იყოს ცუდი ადამიანი აი წარმოუდგენელია ჩემთვის რაღაც შეიძლება ცხოვრებამ ისე მოუწიოს რაღაც ცუდ ხარეს იდგეს სიტყვაზე შენთვის ცუდ ხარეს მაგრამ შეუძლებელია რომ კარგი ადამიანი არ იყოს ხო ბოროტი იყოს ხო შეუძლებელია კი ბატონო ხო რა პრესო სცენარისტობას რატომაც არა სუმაკ ხოლმე ის რა, რაღაცებს უყურებ ხოლმე. ეხლა თქვენობით გეტყვი თქვენ გადაცემებს, მარტო შენი არ იგულისხმება. რაღაცებს და სუმაკ ხოლმე რაღაც შენი შნის თვალით რო უყურებ, ხო იცი რაღაცა ის მოგწონს, რაღაცა არ მოგწონს და რაღაცებს რო ექსპერტობ რა. მაგრამ რა თქმა უნდა, ანდაც ის უნდა იყო რა, ეხლა როცა აღარ ხარ იმ სფეროში, ისეთი მაგარი ვეღარ იქნები. თუმცა რაღაცა არის, რომელიც არაზოს არ იკარგება, რაღაცა შეგიძლია ან არ შეგიძლია ადამიანს და ყოველთვის შეიძლება შენი რაღაცა რჩევა ან კონკრეტული ხუმრობა ვიღაცას გამოადგეს ხოლმე და რაღაცებს ჩემთვის ყოველთვის იმაშები ხოლმე და ის თუ ქონია შენ როგორც სცენარისტ რომ აი რაღაც ხუმრობა რო სხვას დაუწერია და მე როგორ ვერ დავწერი. კი ეგ რა თქმა უნდა ხა ხო იმდენ ხუმრობაზე მაქვს ხოლმე ეხა მით უმეტეს რომ ყოველდღიურად ამ ხუმრობებზე ფიქრი არ მიწევს. ძალიან მე ხუმრობაზე მაქვს ხოლმე და მომწონს რა თქმა უნდა და აი უკვე ის რომ თავის ძვაზე როგორ ვერ დავწერი. ხო იქვე იყო მე ხვდები რა ადვილად შეგეძლო მოგეფიქრე. ის სკეჩი თუ გახსოვს ცხოველების სკეჩი რო ქონდა. ხო კლავთ 11-ში. კლავთ 11-ში.
მან უკრაინაში მომაფიქრდა ერთი ცხოველი და იკოს დაურეკე და უთხარი. ანუ სკეჩი იყო ვინც არის ის. TV11 კლუბ 11 ზოოპარკი მეგონი შეუძლიათ YouTube-ზე ნახონ და მანდ იყო რომ ადამიანი მოდიოდა ზოოპარკის დირექტორთან და თავაზობდა სელაპი მაგალითად სხვადასხვანაირ ცხოველებს მაღალი ზღარბი ფერდობის სელაპი და რა ცხოველი მომაფიქრდა რომელიც მაშინ ძალიან მოუხდებოდა რა ცაცია შველი აი როგორ უნდა მიხდე შველი ცაცია რა კუთხი და სად გაიგეს ფეხბურთი ითამაშა დაწერა ცაცია შველი და დაურეკე იქნან უკრაინა იყოს რომ იქ აი ეს ცხოველი მომაფიქრდა მეთქი სკეჩი რა მაგარი იქნებოდა თქო კიდე იყო კავკასიური უზურგო მე 9 ტუჩა და 8 ტუჩა რაღაცა კიდე მაგარი ისინი კი კაი დრო იყო ნამდვილად კარგი სკეჩებიც იყო ეგენი ძალიან კარგი დიდი მადლობა შენთან მოსვლა უნდა სადგნახოს კიდევ ერთხელ კლინიკა ჰელსიკორში და ნახოს და ისე ვიხმი და მე რა თქმა უნდა დავეხმარები და კარდიოლოგია სოფლიოში ხო ერთ-ერთი საუკეთესოდ განვითარებული დარგია და საქართველოშიც გვაქვს ეგ ფუფუნება რომ ძალიან ბევრი კარგი კარდიოლოგია საქართველოში დღესდღეობით. აი მართლა ესია რომ ხო მე შეგიგია ეგ რომ ანუ სხვა დარგებთან შედარებით მედიცინის ხო დადიან თურქეთში კარდიოლოგია ნოზოლოგია ესეთი ხო დადიან თურქეთში დადიან გერმანიაში და იშვიათად რომ კარდიოლოგიური პაციენტი საჭირო გახდეს რომ რა თქმა უნდა არის რაღაცები რასაც და მაგას აიწევს ხოლმე რაღაცა მიმართულებები უფრო განვითარებული ესე გამორჩეულად განვითარდება ხოლმე კარდიოლოგიის შემთხვევაში გეტყვით იმას რომ სტომატოლოგიაზეც გამიგია რომ ჩემ დაკვირვებას გეტყვით რამდენიმე გმირმა ადამიანმა 90-იან წლებში მოახერხა ის რომ აი ამ თანამედროვე კარდიოლოგიუს ამ დიდ ნაბიჯებს დროულად აუღო ალღო და საზღვარგარეთ წავიდა გაუშვა თავისი კოლეგები ამ 1-2-3 კლინიკა იყო ასეთი რომ ჩამოიყვანეს ამერიკელებმა გახსნეს თვითონ საქართველოში კლინიკა ჯოენის კლინიკა გაიხსნა მაგალითად საქართველოში 96-15 წელს დენიარ იყო ქვეყანაში და კლინიკა კი არა აი რა ვიცი სინათლეს რო ხედავდით გვიხაროდა და თანამედროვე სოფლიო სტანდარტების კლინიკა გაიხსნა, სადაც ბავშვებს გულის მანკით დაავადებულ ბავშვებს უკეთდებოდათ ოპერაციები თავიდან რა თქმა უნდა უცხოელებთან ერთად და მერე ქართველებს ასწავლეს. ანუ მაშინაც უკვე ქართველები რამდენიმე იქ მუშაობდნენ, იმათთან ერთად მოხდა ამ ყველაფერს. ჯოენი იყო მეცენატი ქალი, რომელმაც გახსნა თვალსაჩინო მისი ფერფლი დასაფლავებულია დღესაც საქართველოში ნაწილი ფერფლის ნაწილი იმ კლინიკაში და უამრავ ადამიანს ბავშვს აჩუქა დღესაც ცოცხალი არიან ის ბავშვები. მაგ კლინიკა მარტო საქართველოში კი არა კავკასიაში აზერბაიჯანიდან მოდიოდნენ პაციენტები ძალიან ბევრი და იმ დროს 96 წელს შეიქმნა ესეთი კლინიკა ჩაფიძის კლინიკა იყო კიდე არის ეხლაც ჯოენიც არის ეხლა ანუ რას ვამბობ მაშინ იმ დროს ჩამოიტანეს უახლოესი ტექნოლოგიები ქვეყანაში გაუშვეს რამდენიმე ექიმის ასწავლებლად გერმანიაში ამერიკაში მე ეს ექიმები ჩამოვიდნენ საქართველოში და თაობები გაზარდეს და მეც რამდენიმე ესეთი მასწავლებელი მყავს ვისაც საზღვარგარეთ აქვს მიღებული დღესაც მასთან ერთად მუშაობ და ძალიან ეხმარება ეს როცა შენ რაღაცას სწავლობ და მე სხვას ასწავლი და უკვე დარგი ისეთი კონკურენციაა ხა ჩემს სფეროში რომ აი შეუძლებელია რომ მაღალ დონეზე არისო როგორც ექიმი და შეუძლებელია რომ ამ კონკურენციაში რამე უკან ჩამოჩეს კონკურენცია ძალიან ანვითარებს ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ პროფესიისას მით უმეტეს ექიმს და ეს კონკურენციაც გამოიწვია იმან რომ ბევრი ძალიან მერე ერთმა მეორეს ორმა ოთხს ოთხმა და გაბრალეს გეომეტრიული პროგრესით ამან გამოიწვია ალბათ და კარდიოლოგიას თვითონ დარგი ძალიან განვითარდა რა ძალიან განვითარდა იმ არა მარტო ამერიკული იმით ბევრი ძალიან კარგი ქვეყანა ეხლა ჩართულია და სხვადასხვა ჩვენ კლინიკაში კეთდება ძალიან ბევრი რაღაცა უცხოელებთან ერთად. ანუ პირველად რო კეთდება სოფლიოში ისეთი რაღაცეებიც, ესენია კლინიკური კვლევები, მაგრამ აი ხა კვლევებს როგორ გებულობენ ხოლმე პირდაპირ იმით გაგებით ხო იცით ექსპერიმენტული კურდღლები ვართ თუ რაღაცა ვირთხები, არ არის ასე. კვლევების გარეშე მედიცინა არ ვითარდება და ამ კვლევებსაც აქვს თავისი ეტაპები, ჯერ თეორიულად ამტკიცებ რაღაცას, მერე პრაქტიკულ ნაწილში ცხოველებზე ცდი და მე რა თქმა უნდა გადმოდის ადამიანებზე და ჩვენ ძირითადად ვეხმარებით ისეთ ადამიანებს, რომლებსაც არჩევანი სხვა არ აქვთ და გარდა ამისა სანამ ამ ადამიანებს ჩავთავთ ხოლმე ასეთ რთულ ოპერაციებში, როცა ვერ უკეთდება სხვა ოპერაცია, ვერაფერი დაახლოებით 9 მილიონი დაждდება ზოგიერთი ოპერაცია, როცა დამტკიცდება, რომ ეს უკვე ძალიან კარგი ოპერაცია და წინასწარ ვიცით. უკვე გამოგონილია ეს ოპერაცია, უკვე დამტკიცებული, მაგრამ რაღაცა კონკრეტულ ადგილს ხვეწავენ იმ ოპერაციისას, ან იმ კონკრეტული манипуляციისას, ან იმ რაღაცისას და აი იმ კონკრეტული ადგილის დახვეწაზე ჭირდებათ რამდენიმე მტკიცებულება პაციენტების, რომელი მტკიცებულებაც რაც უფრო მეც გაუკეთებენ და ჩართულები ვართ ხოლმე, ეს ნებაყოფილობითია. ჩვენ პაციენტს ყოველთვის არა რა თქმა უნდა, როცა საჭიროა. ხო. და ვიცით, რომ ჯერჯერობით მედიცინაში ისეთი დამტკიცებული რაღაცა არ არის გამოგონილი, რომელიც ამას უშველის.
თავაზობთ, რომ გარისკოს პაციენტმა, მაგრამ ეს გარისკვაც აი როგორ დონეზეა იცით, იშვიათად რომ ძალიან ის არის თითქმის არ მახსენდება. იმიტომ რომ თვითონ მათთვისაც სამუცხოველი კოლეგებისთვისაც მნიშვნელოვანია შედეგი. და ძირითადად 1000 ფილტრშია ხოლმე გავლილი ეს პაციენტი, რამდენად კარგი იქნება მისთვის. რატო არის ხოლმე ესეთი ძვირი ჯდება ხა თქვი 9 მილიონი შეიძლება დაჯდეს ოპერაციები. რა ძვირებს ხოლმე ყველაზე მეტად ოპერაციები? მასალები და ტექნოლოგიები. აი რო განახათ ერთი ჩვენი ოპერაცია, აი შატლი ხო გინახავთ? შატლის რაღაც კონსტრუქციის, ერთი 3 მეტრიანი რაღაც დანადგარებია ხოლმე ჩამოტანილი, რომელიც თითოეული რაღაცა ლითონი არის დამზადებული რაღაც უძვირფასესი, რაღაცა ძალიან მაღალი ტექნოლოგიებით და ნუ ბევრი რამეა რა და კიდე თვითონ აი ეს ძალიან დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული. 10-12 ექიმი ჩამოდის ხოლმე უცხოელი ჩვენთან ერთად აკეთებს ოპერაციებს, რომლებსაც, რა თქმა უნდა, ხელფასი ჭირდებათ, ტრანსპორტირება ჭირდებათ, მანამდე კიდე ამას იმხელა კვლევები და ისინია გავლილი ამ თვითოულ ახალ პროცედურას, რაც არის და თან გარდა ამისა კომერციულად საინტერესოა, ვინც ამას თავის სპონსორები ყავს რა. ხო. ასპონსორებენ და მე ამაში გაცილებით დიდ ფულს იღებენ, თვითონ ყიდულობს როგორც წესი ხოლმე ამერიკა, ევროპის გაერთიანება ამ რაღაცა კონკრეტულ იმას, ახალ გამოგონებას და ჩვენ თვალწინ ვითარდება ხოლმე რაღაცა, აი 10 წლის უკან გადმოვწერე წიგნი, სადაც ეწერა რაღაცა სტენტირებებთან დაკავშირებული რაღაცები და იყო რაღაცა პროცედურა, რომელიც იმდენად ძვირიჯდებოდა, რომ ვერც კი წარმოვიდგენი, რომ საქართველოში მაგას როდისმე გავაკეთებდით და არ გადმოვწერე. ანუ უფასო იყო და უნდა მომესწრო რა, ამდენიმე თავის გადმოწერა, აი ტავი ქვია, აორტის სარქველი იცვლება გაჭრის გარეშე. ანუ ხო უნდა გაჭრა გულკერდი გახსნა, რომ რაღაც სარქველი გამოცვალო. აი დაახლოებით ნეკათითის კალიბრის კათეტერით შევდივართ ფეხიდან და ამ სარქველს დგავთ ისე რომ ადამიანს მეორე დღეს სახლში უშვებთ. და ეს არც კი გადმოვწერე იმდენად ძვირიჯდებოდა. ეხლა შედარებით გაიაფთა და უკვე 100-ზე მეტია ჩემ კლინიკაში გაკეთებული. რა ისი უშუალო მონაწილეც ვარ ხოლმე მე. და აი მაგას ვამბობ, რომ კი თავიდან ძვირია ყველაფერი, მე რაღაცა უფრო ლაგდება ხოლმე ეს ის, მაგრამ რაც უფრო ვითარდება, უფრო და უფრო მაღლა არის ფასები და ამასთან ფეხის აწყობა ძალიან ძნელი ხდება. ყველაზე გავრცელებული გულის პრობლემა რომელია, რომელსაც დღეს კიდე ვერ შორის მედიცინა? არის რამე ეგეთი? ალბათ ტერმინალური მდგომარეობები, როცა უკვე გულის უკმარისობა, გული აღარ ასრულებს თავის ფუნქციას და ერთადერთი გამოსავალი არის გადანერგვა. გადანერგვას ჭირდება დონორი. დონორობა ჩვენ ქვეყანაში საერთოდ არ არსებობს, მიდიან ხოლმე საზღვარგარეთ ასეთი პაციენტები, იქ ეძებენ დონორს, იხდიან ფულს და ეხლა სხვადასხვა დივაისები, სხვადასხვა ასე ვთქვათ აპარატები მოიფიქრეს, რომლებსაც თანდათან ცდიან, რომ ადამიანის გული კი აღარ დაგჭირდეს რაღაცა აპარატმა შეასრულოს გულის, მაგრამ ნუ ჯერ არის საქართველოში გაკეთდა რამდენიმე უკვე ეს ხელოვნური მე რაღაც ისეთის მაგაგებული ღორის გული გადაუნერგეს, შეიძლება რაღაც ნაწილი ჩაუნერგეს. აი ეს სარქველი რაც გითხარით, ღორის ან ხარის ერთ-ერთი ქსოვილისგან მზადდება, ხო, ადამიანის ქსოვილისგან არ მზადდება და ჩვეულებრივად ფუნქციონირებს იმას არა აქვს რაღაცა წუნი, პირიქით ძალიან კარგად აკეთებს თავის საქმეს, ანუ ესე ხდება კი. ღორის ან ხარის რაღაც გულის კონკრეტულ ქსოვილებს იყენებენ ხოლმე. აქტიურად ითხოვენ. ვერ ითხოვენ. ღორს სხვათაშორის ძალიან ბევრი მსგავსება აქვს ადამიანის ორგანიზმთან. ხო, მე როგორც ვიცი, ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე ახლო მდგომი კი ბატონო არსება. თუმცა უფრო მეტი განსხვავება აქვს. საბედნიეროდ. და ესეა რა, მოკლედ ბევრი რაღაცა ისეთი კეთდება, რომელიც ჩვენ ქვეყანაში, კი სოფლიოში პირველად ჩვენ ქვეყანაში გაკეთდა და დღეს ის პაციენტები იმიტომ არიან ცოცხალი, რომ მართლა ეგეთებიც არის? კი, არა იყო მაგალითად ეგეთი. აი გამოცვალეთ მაგალითად მიტრალური სარქველი, ანუ ეხლა გითხარით აორტის სარქველი, მიტრალური სარქველი, ტრიკუსპიდური სარქველი, რომელიც ჯერჯერობით არ არის ისე აქტიური, როგორც ეს აორტის სარქველია. ერთეულები კეთდება მსოფლიოში. და რაღაცა კონკრეტული მეთოდით პირველად ჩვენთან გაკეთდა და ძალიან კარგად არის ის პაციენტი სხვათაშორის ამდენი 2 თუ 3 გაკეთდა. და ნუ სხვადასხვა ტექნოლოგიებით დამზადებული სხვადასხვა ექიმების რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენს ვიზრდებით მათთან ერთად ჩვენც გავაკეთებთ, მე დამოუკიდებლად ჯერ არ გავკეთებია ესეთი რაღაცა, მაგრამ ჩვენი უშუალო ჩართულობით ხდება. და ეს ძალიან დიდ განვითარებას, ანუ სხვა კლინიკებშიც კეთდება, რა თქმა უნდა და ჩვენ ჩავდივართ ხოლმე, აი მაგალითად ღორების კლინიკაში ვარ ნავყოფი რამდენჯერმე. ღორების კლინიკა? ხო, ანუ ესე ქვია რა, ცხოველების კლინიკა, ღორებია, ცხრები და ღორები იყვნენ ძირითადად. სადაც რაღაც კონკრეტულ ახალ რაღაცას სწავლობდით და ამ ღორებზე და ცხრებზე გვავარჯიშეს. და ეს კლინიკები არის როგორი დონის იცი? აი, რავი. ჩვენთან რომ მსგავსი კლინიკა არ არსებობს, ანუ მე ვიძახი ინტერიერით, ფასადით და აპარატურითაც რა თქმა უნდა. და ხო არ გონია იქ ამ ცხოველის სიკვდილი ვინმეს არ აინტერესებდეს. ჩვეულებრივად ზრუნავენ და იქ თავისი
მოთხოვნაა რომ ყოველი ცოცხალი იყოს ოპერაციის მერე და გააგრძელოს ცხოვრება. აი ესე დონეზია და ამას არავინ არ გაპატიებს იქ რომ შენ ცხოველია და რაღაცა ისე გააკეთო ან სტერილურობა არ დაიცვან, ჩვეულებრივად კეთდება ყველაფერი და იქ თავისი შედეგები აქვს, თავისი სტატისტიკა აქვს და ამ სტატისტიკას აქცევენ ყურადღებას. ცხოველების ექიმები თავის საქმეს აკეთებენ ზრუნავენ და შენ გაძლევენ იმის საშუალებას რომ ადამიანზე კი არ ივარჯიშო, ცხოველზე ივარჯიშო. და ძალიან მაღალი დონის კლინიკებია. არის სხვათა შორის საუბარი იმაზეც, რომ ჩვენთანაც გაკეთდეს მსგავსი ის, რომ მე უცხოელი ექიმები ჩამოვიდნენ და აქ აკეთონ მსგავსი პროცედურები. ეს დონორობა ჩვენთან რატო არ ძალიან კანონით აკრძალულია თუ უბრალოდ არ არის სისტემა არ არსებობს კანონი და ნუ დონორობა თქმა ის პრობლემა რომ კომერციაში გადაიზარდოს ეს და ვიღაცამ თირკმელი იმიტომ გაყიდოს რომ მე კარგი მანქანა იყიდოს ეს რომ არ მოხდეს რა თქმა უნდა ეს პრობლემა დგას ზოგადად სოფლიოში უდგას დონორობას მაგრამ მაინცაც უნდა იყოს ადამიანის ორგანიზმია და ადამიანის არჩევანია და ასე არ უნდა ხდებოდეს და ბევრი ადამიანი გადარჩებოდა, რომ არსებობდეს დონორობის ინსტიტუტი საქართველოში. აი, ასე ვიტყოდი. არის ტერმინალური მდგომარეობები, როცა ადამიანის ვეგეტაციური მდგომარეობა არის უპერსპექტივო და ვერ იცხოვრებს ადამიანი და შეუძლია იმ ადამიანს 3-4 ადამიანს აწჭაჩუქოს სიცოცხლე, იმიტომ რომ თვითონ დაუშვათ რაღაც უბედურება შეემთხვა. და ანუ გიწევს წასვლა საზღვარგარეთ დონორის მოსაძებნად. კი. და მან როგორ არის ფულსი ხდი რამაზი? კი, რა თქმა უნდა, ფულსი ხდი, რიგში ეწერები, ეს რიგის პერიოდი მოგივა. რაც რომელიც გადაიხდი არის ურიგოდ გაგიშვან თუ რიგი მაინც რიგია. არ ვიცი, ესე დეტალურად არ ვარ ჩახედილი ფინანსებთან დაკავშირებით, მაგრამ რა თქმა უნდა, ფულით ყველაფერი უფრო საფრთხად დაახლოებით. კაი გული. თუ არ ვწდები სადღაც $100,000-მდე მე მგონი $100,000 მე მგონი კეთდება არ ვიცი აი მართლა არ დავინტერესებულო მაგრამ არის გადანერგვა ადვილია თუ ეს ნართული ოპერაცია იქნება ძალიან რთული ოპერაციაა ტექნოლოგიურ რაღაც მაგრამ შესაძლებელია ჩვენ ისეთი ქირურგები ყავს კარდიოქირურგები რომ სხვათა შორის ის ხელოვნური დივაისი ის შეიძლება ჩამოიტანო და გადაინერგო ან აქვე მოიპოვო თუ დონორობა იქნება დაშვებული არა ეხლა გეუბნები პრაქტიკა როგორია ეხლა როგორ ხდება სანამ არ არის დაშვებული. სანამ არ არის დაშვებული, უნდა წავიდეს და იქვე გაიკეთოს. იქვე გაიკეთოს, არ ჩვენთან გადანერგვის ოპერაცია ღვიძლზე კეთდება. მაგრამ ღვიძლზე არ ხდება რაღაც ქსოვილზეა საუბარი, როცა ნებაყოფილობით ნათესავიან ვიღაცა აძლევს ღვიძლის კონკრეტულ ქსოვილს რაღაც ორგანიზმს, რაღაც სხვა ადამიანს და ასეთ შემთხვევაში ხდება ესეთი თირკმლის გადანერგვაც ხდება. უბრალოდ აქ არ არის მე სხვა დონორობაზე ანუ სიკვდილთან დაკავშირებულ დონორობაზე მაქვს საუბარი. ხო, გარდაცვლილი პაციენტის, ანუ სანამ გარდაიცვლება მანამდე პაციენტის სამო. თორე ესეთი დონორობა დაშვებულია ჩვენთანაც და კეთდება არაერთი წარმატებული თირკმელზე და ღვიძლზე და ძვლის ტვინზეც რაღაცები კეთდება. თუმცა აი ის რომ ჩვენთან ეს ინსტიტუტი არ არსებობს, ძალიან ბევრი ის პრობლემას იწვევს, რა თქმა უნდა, ექიმები მივესალმებით ხოლოდ მაგას რომ ბევრ ადამიანს ვაჩუქოთ სიცოცხლე, როცა მით უმეტეს რაღაც ადამიანს ვინმე ეს გამოუვალი მდგომარე. მე მაგათაც რომ მქონდეს საშუალება და იყოს კანონმდებლობის დონეზე, დავწერდი რომ ჩემი ორგანოები გამოიყენოს ვისაც უნდა, იმ შემთხვევაში თუ მე პერსპექტივა აღარ მაქვს რაღაც დონეზე, თქმის დონეზე. მე ვიზავდი და სხვათა შორის ერთი ძალიან ცუდი შემთხვევა უნდა მოგვიყვეთ, ბავშვი ყავდა პაციენტი, ადრე რეანიმაციაში მუშაობდი და იქ მოხდა, სიმაღლიდან ვარდნა იყო, 8 წლის ბავშვი იყო და ერთი თვე იყო ეს ბავშვი მართვით სუნთქვაზე, მძიმე მდგომარეობაში, მე გარდაიცვალა და მისმა მამამ ერთ-ერთი გასაუბრებისას რომ მოვიდა, იკითხა რომ დონორად ხო არ გამოუადგებოდა მისი შვილის ორგანოები ვინმე სხვა ბავშვს. აი მამას რომელსაც აბსოლუტურად ტრაგედია ჰქონდა რა თქმა უნდა უმძიმესი და ეს ვაჟკაცობა იყო და თვითონ მოვიდა და ექიმს კითხა აი მე შევესწარი პირადად მე არ ვიყავი მისი ექიმი უბრალოდ იქ ვიყავი და რაღაცნაირად დამჩა რა გულში რომ აი ადამიანი ესეთ ძიმე მდგომარეობაშია და სხვა ბავშვს ეფიქრობს და რაღაცა ესეთი ის უჩნდება იმიტომ მიხვდა იცოდა უკვე იმანაც რომ ისი თავის ტვინის მდგომარეობა ისეთი იყო რომ პერსპექტივა არ ჰქონდა ამ ბავშვს და იკითხა აი ძალიან ისე დამამახსოვდა რომ მართლა შეიძლებოდა ბევრი ადამიანის გადარჩენა ბევრი ბავშვის იმ მომენტში ალბათ ძალიან ძიმე თემაა აქ რელიგიაც თავისას ასე ვთქვათ აზრ ფიქრობს ამბობს იქ კანონმდებლობის დონეზეც რაღაც ბევრი მომენტი არის საკმაოდ რთულია მით უმეტეს ჩვენაირი ქვეყნისთვის ეხლა ამ მდგომარეობაში რომ რაღაც აღიაზრის ესე გამოტანა ცოტა რთულია ექიმების ყველაზე დიდი დავრკოლება მაინც არის ჩემი აზრით არა ჩახედული ადამიანების ხელისფათური რაღაცა სხვა კუთხით და კიდე პატიოსნება. ბევრი პატიოსნებასთან მიდიხარ მაინც პრობლემების წინაშე რა, რაც უნდა კარგი ექიმი იყო, პატიოსანი თუ არ ხარ, რაღაცას არასწორად აკეთებ, რაც უნდა კარგი სამინისტროს თანამშრომელი იყო და აი ეს ორი მომენტი რომ მოგვარდეს და რაღაც პატიოსნების მომენტი როგორ უნდა მოგვარდეს არ ვიცი.
ალბათ ზნეობრივად ალბათ რა დრო უნდა მაგასაც და კი დასჭის მომენტიც ხო არსებობს რომ რაღაცა არასწორად გააკეთე არაპატიოსნად და დაგსაჯეს ესეც ისე არის რა ჩვენთან არ ვიჭებით თითქოს ანუ აი არ ვიზახი ყურები ახიონ ექიმს ვიჭებით არასწორად ჟურნალისტები აშუქებენ არასწორად მოვლენებს რაღაცა პაციენტის ემოციური კადრებიდან აშუქებენ და საერთოდ არ აინტერესებთ იქ რა მოხდა და შეიძლება მთელი წლის ნაწვალები ექიმის კარიერა ფეხქვეშ გათელონ რაღაცა ერთი სიუჟეტით და მართლა ესე ბევრი ექიმი მინახავს ამ ტრაგედიის წინაშე რა ამასაც რაღაც თავისი კანონმდებლობა ჭირდება მაგრამ ისეც არ არის უდანაშაულები ვართ და არავის არაფერს არ უშავებთ და ყველა ექიმი კარგია და ყველას რა თქმა უნდა იყოს რაღაცა ნორმალური კონტროლი რომ ეს რაღაცები შემცირდეს და როცა იქნება კონტროლი და შიში ხო ხვედები ხო გავიკეთეთ რომ ვაჯანიმებდნენ და ესე მოხდება ესეც იხსენებია ადრე რომ მეორე ის არის ვაჟკაცობის მაგალითი მქონიაო პაციენტების მხრიდანო ესეც რაც მოყევი ახლა და კიდე რამე არის შეიძლება გაიხსენო ეგეთი როცა ადამიანმა უკვე იცის რომ მისი გადარჩენა ერაზეც ვილაპარაკეთ რომ არ ხდება მაგდროს ეცვლებათ ფსიქოლოგიაო და ნუ აი იუმორის ზომას არ კარგავენ მაგალითად განხნევებენ აქეთ ექიმსაც გარშემომყოფებსაც და გიადვილებენ იმ რთულ მომენტებს რომელიც მისთვის არის ყველაზე რთული მაინც რეალურად რაც არ უნდა იყოს და არაერთი აი გმირობის დონეზე არიან ხოლმე ზოგი ისე ღირსეულად და რა თქმა უნდა ყველა ღირსეულად იქცევა ხო ღირსად უნდა მოიქცეს ამით უმეტეს მომაკვდავი ადამიანი მაგრამ აი მართლა მქონია ხოლმე დამამახსოვრები ესეთი პაციენტები და ბევრიც არიან რა და ოჯახის წევრებიც ხოთა შორის აი ბევრი ძალიან კარგი ახლობელი ოჯახის წევრი შემხვედრია და მინახავს როცა დედისთვის მამისთვის არ აქვს მნიშვნელობა მეგობრისთვის ძალიან ბევრ რამეს აკეთებს არა მარტო ფინანსურს მორალურსაც და რა ვიცი ძალიან ისე და ეხმარება ეს რა ყოველთვის ექიმსაც და რა თქმა უნდა პირველ რიგში პაციენტს ასე რომ სიკეთეების ნახვა უფრო მეტი შეიძლება მედიცინაში ვიდრე ცუდი რაღაცების და ეგეთ პრობლემებს და სირთულეებს მე ის აქვს ტრანსფორმაციას იწვევს ადამიანში რა როცა ეგეთი სირთულის გადატანა უწევს კი თვითონ გადარჩენილი პაციენტებიც აი ძალიან ისე არიან ხოლმე რა სხვა პაციენტების მიმართ პალატაში ხანდახან არის რომ 3-4 პაციენტი ერთად წევს და ერთმანეთს ამხნევებენ ეუბნებიან რომ აი ესე მე გავიკეთე კარგად თუ არ ზოგი ატყუებს რომ აი ნახე რა კარგად თუ და ერთი პაციენტი მახსენდება ნამდვილად არ იყო კარგად და ას ქვიაო კაცო ეშინოდა რა ვიღაცას მე გავიკეთეო და ისე კარგად ვარო იმის მერეო აი ადამიანი თავის იმიდან ცდილობდა რომ მოეხსნა მისთვის რაღაც შიში და შეემსუბუქებინა და ვირიქით აი ესე უნეოდა რა იცოდა რეალურად კარგს უკეთებდით ახლა იმას ცოტა სხვა მდგომარეობა ქონდა ძალიან სწორად იქცეოდა ხდება ხოლმე მით უმეტეს ესე დროს უფრო ისეთი ხდება ადამიანი რა ალბათ უფრო კეთილი ხო თვითონ ექიმების უკეთილები ვართ სუიკრო კარგი მადლობა დიდი მადლობა თქვენ რომ მოხვედი გადამღებ ჯგუფს თქვენობით არ გელაპარაკე ორნი ვართ აქ და მაგით ოიცახთ თქვენობით კი ჯაფანთან და ბაშორის არ მაქვს ხოლმე იმის დრო რომ როცა ადინამიურ მდგომარეობაში ვარ ვუყურო შენ გადაცემას მაგრამ მანქანაში აუცილებლად მე და ჩემი შვილების შორი გზა გვაქვს ხოლმე სკოლამდე მე სამსახურში მივდივარ ხოლმე ხშირად ვუყურებ ხოლმე კი ვაუ დიდი მადლობა შვილებს მოგეთხოვ აუცილებლად მანქანა ძალიან კარგი რამეა და ძალიან საინტერესო თემები გაქვს ხოლმე და სხვადასხვა სტუმრები მე ველოდები განსაკუთრებით ისეთ მეცნიერები მოკავს ხოლმე რომ არ ვიცოდი მათი არსებობის შესახებ ხა თუნდა იცოდე მეცნიერის არსებობის შესახებ გადაცემებს ნაკლებად აკეთებენ ხოლმე მაგაცი და ხო კარგია რომ ესეთი ადამიანები პოპულარულები ხდებიან მადლობა დიდი ეხლა ამ გადაცემას ვწერთ გუშინ იყო კიდე ეს ქვეყანაში ამ თუთას არის ეს ამბავი რომ ევროკავშირზე შევაჩერეთ მოლაპარაკებები და აი დარბევები იყო გუშინ და მძიმე სიტუაცია ქვეყანაში და ამ კვირაში თუ არა შეიძლება ცოტა მერე დავდო ეს შეიძლება ამ კვირაში დავდო მედი მაქრო მალე ჩაწყნარდება და ქვეყანა ჩაწყნარდება საერთოდ იყო გუშინ ღამე ოღონდ ჩვენ ჩაწყნარდეთ და გვეშველოს და საერთოდ ნუ დავდებთ ხო მოკლედ შეიძლება ცოტა ხნით იქით გადავწიოს დადება 1-2 რა თქმა უნდა მადლობა ჩვენთან რომ იყავით დრო დაგვითმე ხო ვიცი რომ აქედან კიდე პროცედურაზე გარბიხ კი ერთი პაციენტი ერთ პაციენტს მოუპარე შენი თავი პაციენტს არა ველოდებოდით რაღაც კონკრეტულ ის არ არის საჩქარო პაციენტი ანალიზებს რაღაცებს და მომზადებული იქნება და გავაკეთეთ ალბათ კარგი ჩვენ მხარდამჭერო ისლესი მადლობა მაყურებელს ვინც გვისმინა არხიც გამოიწერეთ ბარემ და აქვე და დაალაიქეთ და პაციენტებს მოუწოდებ რომ არხი გამოიწერო შენ პაციენტებსაც გიურის პაციენტებსაც რეკომენდაციაში რომ უწერ ხო ეს ზამანი პოდკასტი გამოიწერე
ეგ ხორი ხომ რაღაც წამლის კომპანიები ხო შვებიან რომ დაუნიშნე და ეს. კი. რაღაც ანუ ეგ პრაქტიკა არ არის უცხო. კაი, მადლობა დიდი და ერთ კვირაში შევხვდებით.